ჩვენა ვართ, ესე იგი, ჩვენი თემა არის ბიბლიის ის მონაკვეთი, რომელზედაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის მეფეთა წიგნების განხილვა, კერძოდ მეორე მეფეთას წიგნი, მივახციეთ მე-9 თავს, მე-9 თავია დღეს განსახილველი. მანამდე ჩვენ პირველი 8 თავი წავიკითხეთ და უნდა გითხრათ, რომ პირობითად ეს მეორე მეფეთას წიგნი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. პირველი 10 თავი გადმოსცემს დავითის, შეიძლება ითქვას, აღმასვლას, კეთილგონიერებას, მის აღზევებას, მის მეფედ კურთხევას და ასე შემდეგ. მე-11 თავიდან მე-20-ს ჩათვლით და შემდეგ კიდე უკვე მისი ცოდვის გაშლა არის. იწყება მისი ცოდვა დაცემული ყოფიერების დემონსტრირება. ამ ხრივ საინტერესო არის ყველა თავი, მეგობრებო. და განსაკუთრებით აი ახლა მე-9 თავი. მე-9 თავი სულ არის რაღაც 13 მუხლი არის, ხო, თუ არ მეშლება. საინტერესო თავი არის თელ ბიბლიაში, ერთ-ერთი კიდე თუ ვინმე გამოარჩევს ადგილს ჩვენთაგანი, ან ვინმე კითხვა რო დაუსვათ, ერთი კიდე ადგილი ესეთია მისანიშნებელი, ეს მე-9 თავი არის. თავისი თხრობითი და თავისი სილამაზითაც და იდეითაც, დანიშნულებითაც და წინასახეებითაც. არგი წინასახე არის აქ დავითის, მეფიბოშეთისა და აი საულის იმაზე, იონათანიშვილზე ლაპარაკი, ეს ისტორია გადამოცემული მე-9 თავში. ხო, დავითის სულგრძელობა. ამას მე როცა ტექსტს ახლა წაიკითხავენ და მოვისმენთ, მე განხილვას მოვუსმინოთ და თუ ვინმეს რამე გამორჩება, მე იმას შევავსებ. მე-10 თავი ერთ-ერთი კიდე აი ეს ბრძოლის ის არის გადმოცემული, გამოწვეული უტვინობით ამონიტელი მეფისა, რომელიც დავითმა გარდაცვალების შედეგად გაუგზავნა ერთგვარი ესეთი რევერანსი გააკეთა კეთილი განწყობისა, მაგრამ ახალმა მეფემ ეს რჩევლების გამო მიიღო როგორც მსტოვრები და შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტორად მან ომში გამოიწვია დავითი და აი ეს ომიც მათი დამარცხებით დამთავრდა. გაერთიანებული ჯარების სირიელების, არამეელები და ამონიტელები რო გაერთიანდნენ და ფაქტურად დავითმა გაიძლიერა ეს საზღვრები, დაიქვემდებარა ეს და ამით თავდება მე-10 თავი. ახლა წავიკითხოთ ტექსტი, ძალიან პატარა არის, 13 მუხლი არის სულ. აბა წავიკითხოთ მე-9 და მე-10 თავები. თავი მე-9. თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა უყო იონათანის გულისთვის? ყავდა საულის სახლს მორჩილის სახელად სიბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენ ხარ სიბა, მიუგო, გახლა ვარ შენი მორჩილი. უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა უყო? უთხრა სიბა მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი. უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო სიბა მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს. გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან. მოვიდა მეფიბოშეთი, იონათანს საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთი, მიუგო, გახლა ვარ შენი მორჩილი. მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია, წყალობას გიყობ შენი მამის იონათანის გულისთვის. დაგიბრუნებ მამა შენის საულის მთელყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს. თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე? ჩემსავით მკვდარი ძაღლი? მოუხმო მეფემ ციბას, საულის მორჩილს და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. დაუმუშავეთ მიწა შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ კონდეს შენი ბატონიშვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი შენი ბატონიშვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. 15 ვაჟიშვილი და 20 მორჩილი ყავდა ციბას. უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებ შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე, როგორც ერთი უფლისწულთაგანი. პატარა ბავშვი ყავდა მეფიბოშეთს სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ. ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი. თავი მე-10. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამუნიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად. თქვა დავითმა: წყალობას უყობ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი წყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამუნიანთა ქვეყანაში. უთხრეს ყამუნიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუ თუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინის მცემლებს?
იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოპარსა დავითის მორჩილთ. წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით. დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები. 20,000 ქვეითი, მეფე მაყაქასაგან 1000 კაცი და იშტობიდან 12,000 კაცი. შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ. გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე. როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ. დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ. თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად. გამაგრდი და მტკიცეთი ვეგი ჩვენი ხალხისთვის და უფლის ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას რაც ენებოს. გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკვე იქცნენ არამელები. როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვიდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს. დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან და შეიკრიბნენ. გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ. შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი. გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. დაეწყნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ. გაიქცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არამელთაგან 700 ეტლოსანი და 40,000 მხედარი. უგმირა מחვილის შობაქს, მათსარდალს და იქვე მოკვდა იგი. როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება. გამარჯობათ. მეცხრე თავში წავიკითხეთ დავითის ერთგულობის ამბავი, თუ როგორ მოიხმო მან იონათანის ვაჟი და წყალობა გამოიჩინა მის მიმართ, როგორც მამამისს დაჰპირდა. ყველა ადამიანში სიმპათიას აღზრავს ერთგული მეგობარი. ჩვენცონ ყოველთვის ასეთ მეგობრებს ვეძებთ, ჩვენთვის და როგორ განვიცდით, როდესაც იმედი არ გავგემართლდება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მაინც არა ვართ მარტონი და მიტოვებულნი. ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც არასოდეს არ მიგვატოვებს, არასოდეს არ ვავიწყდებით, რომელიც ყველა დანაპირებს ასრულებს და რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ის არის ჩვენი მშობელი მამა, ჩვენი გამოსყიდველი, ჩვენი მეფე და ამავე დროს ჩვენი მეგობარიც. ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდი სიყვარულის მატარებელი, ყველაზე ერთგული და ამავე დროს ყველაზე მდიდარი. მოდით თავი დავანებოთ ზებნას იქ, სადაც ასეთი გაუტანლობაა და სადაც წარმავალია ყველაფერი, ნუ გულებელ ყოფ ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ შემოთავაზებულ მეგობრობას და ნუ ვიტყვით უართ საუკეთესოზე კარგის ზებნაში. უფალო იესო, გთხოვთ, აგვიხილეთ თვალები და დაგვანახე ამ წუთის სოფლის ამაოება, გავხადე შენთვის სასარგებლო ჭურჭლებად, რომ არ იყოს გაფლანგული დრო, რომელსაც და მიწაზე დავყოფთ. გვასწავლე მონდობა შენზე, როგორც საუკეთესო მეგობარზე და გვასწავლე მეგობრობა, რომ ჩვენშიც განდიდა შენი წმინდა სახელი. ამინ. გმადლობთ. მეცხრე თავის მთავარი თემა არის ღმერთის სიკეთე. აქ იგულისხმება ღმერთის წყალობა და მადლი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამას არანაირად არ ემსახურებენ. დავითი შეპირდა საულსას და იონათანსას, რომ მათ ოჯახს ნებას არ მიაყენებდა და მიხედავდა. მათი ოჯახიდან ახლა მხოლოდ იონათანის ვაჟი მეფიშბოშეთი იყო დარჩენილი. დავითის წყალობა მეფიშბოშეთის მიმართ არის იესო ქრისტეს, დავითის ძის წინასახე. თვითონ დავითის სახელი ითარგმნება როგორც საყვარელი და იესო ქრისტეც ღმერთის საყვარელი ძე იყო. მეფიბოშეთი 5 წლის იყო, როდესაც მამამისი იონათანი ბრძოლაში დაეცა. ასე რომ ახლა იგი 25 წლისა იქნებოდა და პატარა შვილიც კი ყავდა. დავითმა მეფიშბოშეთს პატივი მამამისის იონათანის გამოსცა. სწორედ ასეა, ღმერთი იმიტომ კი არ მოგქვენს თავის მადლს, რომ ჩვენ მიმსახურებთ
არამედ თავისი შვილის იესო ქრისტეს გამო. დავითმა მეფიბოშეთის ადგილსამყოფელი ციბას საულის სახმართველს გამოკითხა, მაგრამ ციბამ სწორი პასუხი არ გასცა, რაც მეფიბოშეთს ნახევარ ქონებად დაუჯდა. ციბა ბერაგი კაცი იყო და შემდეგ ვიხილავს, თუ როგორ გადაუდგება იგი დავითს, როდესაც აბესალომი მამის წინააღმდეგ აღსდგება. საინტერესოა, რას ფიქრობდა მეფიბოშეთი დავითზე. საულისაგან უფრო მეტი ჰქონდა მოსმენილი მის შესახებ თუ იონათანისაგან. მტერი ეგონა თავისი თუ მოყვარე, მაგრამ როდესაც იგი დავითის წინ მივიდა, პირქვე დაემხო, რაც ალბათ მეტად ძნელი იქნებოდა მისთვის თავისი ინვალიდობის გამო. დავითმა მეფიბოშეთს არა მარტო მამამისის, იონათანის მიწები და ქონება დაუბრუნა, არამედ სასახლეში დატოვა და საკუთარ სუფრაზე აჭმევდა. მან ფაქტიურად იშვილა იონათანის შვილი და საულის ერთადერთი მემკვიდრე. ციბა და მისი შვილები მეფიბოშეთის მიწაზე იმუშავებდნენ და მოსავალს მოიყვანდნენ. თუმცა მას დავითის ხელში ისედაც არაფერი მოაკლდებოდა. დავითმა ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ კეთილშობილი ადამიანი იყო. მან არ დაივიწყა თავისი მეგობარი იონათანი და თავისი აღთქმა საულისა და იონათანის მიმართ. როგორც ჩანს, დავითს ყამონელებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ როდესაც იგი საულის მიერ იყო დევნილი და მოაბს შეაფარა თავი, მან მაშინ გაიცნო და დაიმეგობრა ყამონელთა მეფე ნახაში, რომელსაც საულთან დიდი მტრობა ჰქონდა. ახლა კი, როდესაც ნახაში მოკვდა, დავითმა მის შვილს ხანუნს გაუგზავნა დელეგაცია. ეს დავითის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა იყო ხანუნის მიმართ. მაგრამ ხანუნი ძალიან უგუნურად მოიქცა, როდესაც დავითის ხალხი ჯაშუშებად აღიქვა. ყამონელებმა ცალ მხარეს გაფარსეს დავითის ხალხი და ტანსაცმელიც კი დაუჭრეს, რითაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და არა მარტო მათ, არამედ მათ მეფეს დავითს, რომელმაც ისინი გამოაგზავნა. ისრაელიანები იერიხონში გაჩერდნენ, სანამ წვერი მოეზრდებოდათ, რადგან უწვეროდ გამოჩენა ძალიან დიდი დამცირება იქნებოდა ხალხში. და როდესაც უკან დაბრუნდნენ, დავითმა ყამონელებს ომი გამოუცხადა. ხანუნი შეშინდა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით ვერ მოერეოდა ისრაელიანებს. ამიტომაც სირიელებსა და არამელებს ფული გადაუხადა, რათა მისთვის ჯარი შეეშველებინათ. მართლაც 33,000 კაცი შეუერთდა ყამონელების ჯარს. იოაბს ორივე მხრიდან თავს დაესხნენ, ჩრდილოეთიდან სირიელები და არამელები მოადგნენ, ხოლო სამხრეთიდან ყამონელები. იოაბი ძალიან გონივრულად მოიქცა და თავისი ჯარი ორად გაყო. ერთ ნაწილს თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე ნაწილს თავისი ძმა აბიშაი ჩაუყენა და სამხრეთისაკენ გააგზავნა. იოაბმა თვითონ სასტიკად დაამარცხა ჩრდილოეთიდან მომდგარი ჯარი, ასე რომ ყამონელებს ისე შეეშინდათ, რომ თავიანთი დედაქალაქის რაბათისაკენ გაიქცნენ, რომელიც კარგად იყო გამაგრებული. დავითი თვითონ გამოვიდა საბრძოლველად სირიელების წინააღმდეგ და დაამარცხა ისინი, რის შედეგადაც სირიელები დავითის ვასალები გახდნენ. იოაბი მაშინვე არ მიადგა რაბათს, არამედ გაზაფხულამდე მოიცადა და მაშინ შეუტია. ამ დროს დავითიც მოვიდა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ღმერთი დავითს ყველაფერში ეხმარებოდა და ყველა ბრძოლაში გამარჯვებას აძლევდა. მან დიდად გააფართოვა ისრაელის მიწები ეგვიპტის მდინარიდან სამხრეთით, ევფრატის მდინარემდე ჩრდილოეთით. აღმოსავლეთი მხრიდან მათ დაიპყრო ედომი, მოაბი და ამონი, ხოლო ჩრდილოეთით კი არამელები და სირიელები დაამარცხა. ამგვარად დავითი ისრაელის ყველაზე ძლიერი მხედართმთავარი და მეფე იყო. მადლობთ. გამარჯობა. დღეს ჩვენ გადავედით მეორე მეფეთა წიგნის მე-9-მე-10 თავების განხილვაზე, სადაც მოცემულია ერთი მშვენიერი ამბავი, რომელიც გვიჩვენებს, როგორი დიდებული ადამიანი იყო დავითი. აქ მოთხრობილია თუ როგორ დაიახლოვებს მეფე თავისი მეგობრის იონათანის შვილს, მეფიბოშეთს. ტრადიციულად იმდროინდელ აღმოსავლეთში ახალი მონარქი კლავდა ყველას, ვინც კი დარჩებოდა წინა მეფეს, რადგან ისინი პოტენციურ ტახტის მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. რაც შეეხება საულს, ის დავითის დაუძინებელი მტერი იყო. იესეს ძემ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო თავისი ძალის გამოვლენა ისრაელში და თუ იგი იქაური წესების მიხედვით დახოცავდა საულის მემკვიდრეებს, მას ვერავინ ვერ გაამტყუნებდა. ხალხი ამას ჩვეულებრივ ამბად მიიღებდა. თავად დავითს არ გაუჭირდებოდა ასეთი რამის გაკეთება. ის და მისი კაცები, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გამობრძმედილი მეომრები იყვნენ. ეს ხალხი სიუხეშესა და ხოცაჟლეტას არ მოერიდებოდნენ. ალბათ ყველას გვახსოვს თუ რა გაუკეთა მან ურიას. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ იონათანის სიკვდილის მერე გადამალეს მისი შვილი მეფიბოშეთი, რათა ტახტზე ასულ ახალ მეფეს არ ეპოვნა იგი. მაგრამ მსახურმა გასცა მისი სამალავი ადგილი და ამით საფრთხეში ჩააგდო მეფიბოშეთის სიცოცხლე. მე-9 თავის პირველ მუხლში იკითხა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის? საულის სახლში ერთი მსახური იყო, სახელად ციბა და როდესაც ის დავითთან მიიყვანეს, მან უთხრა მეფეს, რომ მეფიბოშეთი იონათანის კოჭლის შვილი იყო ცოცხალი და ის მაქირ ყამიელის
სახლში იმყოფებოდა ლოდებარში. მეფემ გაგზავნა კაცები და მოაყვანინა იგი სასახლეში. როდესაც მეფიბოშეთი მიიყვანეს დავითთან, ის პირქვე დაემხო მის წინაშე და ელოდებოდა, რომ იესეს ძე მოჰკლავდა. მაგრამ ნაცვლად ამისა დავითი მას თბილად შეხვდა და სახელითაც მოუწოდა. მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ. უთხრა დავითმა, ნუ გეშინია, წყალობას გიღობ, შენი მამის იონათანის გულისთვის, დაგიბრუნებ მამა შენის საულის მთელ ყანებს. და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს. დავითმა დაძაბულობა მოუხსნა მეფიბოშეთს იმით, რომ სასწრაფოდ მოახსენა თუ რატომ მიიყვანეს იგი სასახლეში. მან აღუდგინა მას საულის ქონება და თავის სუფრაზეც დასვა, როგორც ერთ-ერთი თავისი შვილთაგანი. მერვე მუხლში მიუგო მეფეს იონათანის შვილმა თაყვანისცემით. ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი? ნახეთ, რას ამბობს მეფიბოშეთი და როგორი რეაქცია აქვს მას დავითის სიკეთეზე. მან იცოდა, რომ თუ იმ წუთას მის წინაშე სხვა მეფე იდგებოდა, ის აუცილებლად სიცოცხლეს გამოასალმებოდა და მისი საქმე სხვანაირად წავიდოდა. აცნობიერებს რა სიტუაციის სიმძაფრეს, ის თავის თავს მკვდარ ძაღლად თვლის, მაგრამ დავითი ასე არ უყურებს მას. ის სახელით მოუწოდებს თავისი საყვარელი მეგობრის შვილს და ამით ეუბნება, რომ მკვდარი ძაღლი კი არა, მეფიბოშეთია იგი, იონათანის ძე, ვისთვისაც სიკეთის ჩვენებას აპირებდა მეფე. დავითმა საულის მთელი ქონება მეფიბოშეთს მისცა. მან მოუხმო ციბას მე-9 მუხლებში და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია. დაუმუშავეთ მიწა შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენს ბატონის შვილს საჭმელი პური და მაინც მეფიბოშეთი შენი ბატონის შვილი მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. ციბას ჰყავდა 15 ვაჟი და 20 მსახური. ასე გადაეცა მეფიბოშეთს საულის ქონება, რომელიც კანონიერადაც ეკუთვნოდა მას. მეფიბოშეთზე წერია, რომ იგი ორივე ფეხით კოჭლი იყო. ის, რაც დავითმა გააკეთა იონათანის შვილისთვის, დიდებული რამ იყო. მაგრამ ამ ამბავში ჩვენ სულიერი ჭეშმარიტების გაკვეთილებსაც ვპოულობთ და აი რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი, ღვთის შვილი აღიარებს იმას, რომ უფლის თვალში ისიც კოჭლია. როდესაც პავლე მოციქული რომაელთა წერილში საუბრობს იმაზე, რომ არავინაა მართალი და არავინ ეძებს ღმერთს, იქ ის მესამე თავის მე-15-მე-16 მუხლებში ასეთ რამეს ამბობს. ფეხმარდნი არიან სისხლის საყვრელად, გრევა და ვარანია მათ გზაზე. მეგობრებო, იქნებ ვინმეს არ მოსწონს დღევანდელ ჰუმანისტურ ეპოქაში ადამიანის ასეთი პორტრეტი, მაგრამ ეს დახასიათება ადამიანს თავად უფალმა მისცა და ამიტომ ყველასთვის საყურადღებოა. ესაიას 53 თავის მე-6 მუხლში ვკითხულობთ. ყველანი ცხრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ გზას ვადექით. უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ჩვენ ვერ დავდიოდით სწორად უფლის წინაშე. იგავების მე-16 თავის 25 მუხლში კი წერია: არის გზა კაც სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა. ჩვენ საკუთარი ფეხით მივდივართ განსაცდელისკენ. ძალიან საინტერესოა თუ როგორ არის დაკავშირებული წმინდა წერილებში ჩვენი სამშვინველი და ფეხი, სხეულის ორგანო ფეხი. დავითს თავისი სიცოცხლის განმავლობაში მაგიდასთან კოჭლი ადამიანი ეჯდა. მოდით მოვუსმინოთ 72 ფსალმუნის მეორე მუხლსაც. მე კი კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები. იესეს ძემ იცოდა თუ როგორი იყო კოჭლი ფეხების ქონა. 114 ფსალმუნის მერვე მუხლში ის ამბობს: რადგან შენი ხსენი სული ჩემი სიკვდილისგან, თვალი ჩემი ცრემლისგან, ფეხი ჩემი წაბორძიკებისგან. მეგობრებო, ჩვენ ყველანი კოჭლები ვართ უფლის წინაშე. თუმცა თანამედროვე ფილოსოფია და ჰუმანიზმი კაცის სხვანაირ სურათს გვიხატავს. ზოგიერთი ლიბერალი იმასაც ამბობს, რომ ქრისტე ადამიანის სამშვინველის დიდებულების გამოსავლენად მოვიდაო. მაგრამ ღმერთი გარკვევით ლაპარაკობს კაცობრიობის ცოდვილობაზე. იერემიას მე-17 თავის მე-9 მუხლში ვკითხულობთ. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? სწორედ გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, ის ცუდი ფიქრების მოუწესრიგებელი გროვაა. ჩვენ კარგს არაფერს უნდა მოველოდებოდეთ ადამიანური ბუნებისგან. რომაელთა მე-7 თავის მე-18 მუხლში პავლე ამბობს: რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში არ არის კეთილი. არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. როგორც ხედავთ, პავლე აბსოლუტურ უნდობლობას აცხადებს ხორცის მიმართ. რჯული კი მსჯავრსდებს ადამიანს. იონეს სახარების მე-14 თავის მე-6 მუხლში ქრისტე ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და
და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ. ძვირფასმოსმენლებო, ღმერთი ჩვენ მხოლოდ ასეთი გზით გვიღებს. მეორე გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ აქ ვეცნობით, არის ის, რომ დავითმა სიკეთის კალთა გადააფარა მეფიბოშეთს იონათანის გამო. და ეს ახლა სხვა კუთხიდან გვიჩვენებს ამ შესანიშნავ ამბავს. თავად დავითი არ იცნობდა მეფიბოშეთს. მან მას ყველაფერი იონათანისთვის გაუკეთა, ვინც ძალიან უყვარდა იესეს ძეს. დავითი შესცქეროდა ამ კაცს, მაგრამ მასში კოჭლს ვერ ხედავდა. ის მეფიბოშეთში იონათანს ხედავდა, ვისთანაც მან აღთქმა დადო. ეს ისეთი სიტუაცია იყო, როდესაც სხვა პიროვნების ხათრით სიკეთე, წყალობა და მადლი ეძლეოდა უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს. წინა თავებში ჩვენ ვნახეთ თუ რამდენს ნიშნავდა იონათანი დავითისთვის. მეორე მეფეთას პირველი თავის 25-26 მუხლებში ასე მოთქვამს ის თავისი მეგობრის სიკვდილზე. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში, განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე, წუხვარ შენზე ძმაო იონათან, დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი. ძვირფასმოსმენლებო, ალბათ მიმივხვდით თუ საით მიმყავს საუბარი. დიახ, ღმერთმა სწორედ სხვისი გულისთვის გადაგვარჩინა ჩვენს და ეს საყვარელი პიროვნება არის უფალი იესო ქრისტე. და როდესაც ვიღებთ მას ჩვენს მხსნელად, მაშინ ეფესელთა პირველი თავის მე-6 მუხლი გვეუბნება, რომ ჩვენ მიღებულნი ვართ საყვარელ ძეში. როდესაც ღმერთი გვხედავს, რომ ქრისტეში ვართ, მხოლოდ მაშინ გვიღებს ის ჩვენ და გვაძლევს ხსნას. მესამე, რასაც ჩვენ ვსწავლობთ მე-9 თავიდან, არის ის, რომ დავითს არასოდეს უხსენებია მეფიბოშეთის კოჭლი ფეხები. ის მას ეპყრობოდა როგორც უფლის ცულს. ბიბლია გადმოგვცემს იმის შესახებ, რომ ის იჯდა მეფის სუფრასთან და ფეხები დაფარული ჰქონდა ტილოს სამოსლით. მეგობრებო, ღმერთი აღარ იხსენებს ჩვენს ცოდვას, იმიტომ რომ იესოს სისხლმა ყველაფერი გაასუფთავა. ეს არის ერთად-ერთი გზა და გამოსავალი, რომ უფალმა გვაპატიოს ცოდვები. ებრაელთა წერილის მე-10 თავის მე-17 მუხლში წერია: მათ ცოდვებს და ურჯულოებას აღარ გავიხსენებ. მე-4, რასაც ამ ამბავში ვხედავთ, არის ის, რომ აქ არც მეფიბოშეთი ლაპარაკობს თავის სიკოჭლეზე. ძვირფასმოსმენლებო, რას ფიქრობთ, მაშინ რაზე უნდა ესაუბრათ ამორს, როდესაც ისინი სუფრასთან შეიყრებოდნენ? ისინი სხვა ადამიანზე ლაპარაკობდნენ და ეს სხვა იონათანი იყო, ვინც უყვარდა დავითსაც და მეფიბოშეთსაც. სწორედ ის იყო მათი საუბრის თემა. და მაშინ ჩვენ რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთში? ზოგიერთი ქრისტიანი გატაცებით ყვება თავის ძველ ცოდვებზე და ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ძალიან ცუდია თუ შეკრების დროს ჩვენ ვერ შევძლებთ იმ სხვა პიროვნებაზე ლაპარაკს. ალბათ ახლაც მიმივხვდით თუ საით მიმყავს საუბარი. მე და თქვენ ერთად ყოფნის დროს უმეტესად იესოზე უნდა ვილაპარაკოთ. და ბოლოს, მე-9 თავს იმით დავასრულებთ, რომ სხვებსაც არაფერი უთქვამთ მეფიბოშეთის კოჭლ ფეხებზე. მეფესთან ერთად ბევრი იჯდა სუფრასთან, ვინც ერთ დღესაც დაინახეს, რომ დავითმა კოჭლი კაცი მოიყვანა და გვერდზე მოისვა, მაგრამ არავის უჭორავია იქ. ისინი უსმენდნენ მეფეს. არავის ჰქონდა იმის დრო, რომ ამაო ლაპარაკით დაკავებულიყვნენ. უნდა ვთქვათ, რომ მათ მაშინვე გულით შეიყვარეს ეს ახალგაზრდა. პირველ კორინთელთას მე-13 თავის მე-7, მე-8 მუხლებში ვკითხულობთ. სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერის სამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა. თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. ახლა რა თქმა უნდა, დავითს კოჭლობის პრობლემა არ გადაუჭრია მეფიბოშეთისთვის. მას არ უსწავლებია მისთვის ახლიდან სიარული, მაგრამ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორად დავდივართ ღვთის წინაშე, სასწრაფოდ იესო ქრისტეს უნდა მივუბრუნდეთ. მათეს სახარების მე-9 თავის მე-2, მე-5 მუხლებში ვკითხულობთ. და აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები, ადექი და წადი. ეფესელთა მე-4 თავის პირველ მე-2 მუხლებში კი წერს პავლე მოციქული: ეცადეთ ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდ სულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ძვირფასმოსმენლებო, თუ თქვენ ვეღარ დადიხართ და მერყეობთ რწმენაში, მაშინ ქრისტეს მიაკითხეთ დახმარებისთვის. იესო მოგვიწოდებს დღეს თავის ხსნისთვის გაშლილ სუფრაზე და გვეუბნება მათ ეს სახარების მე-11 თავის 28 მუხლში: მოდით ჩემთან, ყოველი მაშვალნი და ტვირთმძიმენი და მე მოგიფონებთ თქვენ. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა:
ვისაც წყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. მეგობრებო, მეცხრე თავში ერთი დიდი მშვენიერი სურათი იშლება ჩვენს წინაშე, რომელზედაც ღვთის სიყვარულია გამოსახული. მეათე თავი იწყება იმით, რომ დავითი გაიგებს ყამონიანთა მეფის გარდაცვალების ამბავს, ვის ტახტზეც მისი შვილი ხანუნი დაჯდა მეფედ. მეორე მუხლში ვკითხულობთ, თქვა დავითმა, წყალობას ვუყობ ხანուն ნახაშის ძეს, ისევე როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მაგრამ ყამონიანთა მთავრებმა ეჭვი შეუტანეს თავიანთ მეფეს და ცუდი აზრი ჩააწვეთეს. მათ უთხრეს მას, რომ დავითმა ალბათ დასაზვერად გამოუშვაო ხალხი. ამის გამგონე ხანუნმა ნახევარი წვერი მოპარსა მის სასამძიმრებლად ჩასულ ისრაელიანებს და წელამდე შემოაჭრა მათ ნახევარი სამოსელი. ასე დამცირებული გაუშვა ისინი უკან დავითთან. ეს დიდი შეურაცხყოფა იყო იმ დროისათვის. როგორც ხედავთ, ყამონელები არ ენდობოდნენ დავითს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ისრაელის მეფე შეტევას განახორციელებდა მათზე. დავითის მეგობრული ჟესტი გაუგებარი დარჩა ამ ერის წარმომადგენლებისთვის. მათი საქციელი ისრაელიანების ომში გამოწვევას ჰგავდა. არადა თავიდან დავითი მართლა კეთილად იყო ამ ხალხის მიმართ განწყობილი. როდესაც ყამონელები მიხვდნენ, რომ თავი მოაძულეს ღვთის ერს, ისინი ადგნენ და ომისთვის მზადებას შეუდგნენ. მათ დაიქირავეს სირიელები, რის შესახებაც ცნობებს პირველი ნეშტთა წიგნის მე-19 თავის მე-6, მე-7 მუხლებიც გვაწვის. ამ დროისათვის ისრაელიანები უკვე გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ბრძოლის დროს იოაბი, დავითის მთავარსარდალი, საუკეთესო მებრძოლებს, ყამონელებსა და სირიელებს შორის აყენებს, ვინც ეს იყო შეერთებას აპირებდნენ ბრძოლის ველზე. ბრძოლა ისრაელიანების დიდი გამარჯვებით დამთავრდა, რამაც დიდად განამტკიცა დავითის მეფობა და თავად ის წარმოაჩინა იმ დროის უძლიერეს მმართველად. მე დღეს ასე დავასრულებ საუბარს. გმადლობთ მოსმენისთვის. ჩვენამ ძალიან კარგად გაშალა ის ადგილები, რაზეც მეც მინდოდა რომ ესაუბრა, მაგრამ მან კარგად ჩამოაყალიბა. მე მხოლოდ იმას შევავსებდი, რაც გამოტოვებული იყო, სახელების მნიშვნელობას ვაკვირდები ხოლმე და ამას გაგიზიარებთ. მეფიბოშეთის სახელი ნიშნავს, რუსულად ვიტყვი, ისტრიბლაიში სრამ. ეს იგი ის, ვინც სამარცხვინოს აშთობს. მას კიდე სხვა სახელიც ეწოდება. ქრონიკელთა წიგნში მოიხსენიება მეფიბოშეთი როგორც მერიბ ბაყალი და მისი მეორე სახელი, მეფიბოშეთის მეორე სახელი მერიბ ბაყალი, გადაითარგმნება, ნიშნავს აგრეთვე ბაყალის კერპის ამომშლეთს. და თუ განმაზოგადებთ, ეს ორივე სახელი ერთად აღებული ნიშნავს, რომ დადგება ჟამი, რომ აღარ იქნება სამარცხვინოს. კერპი არის ის, რაც სასირცხვილოა, სამარცხვინო და დადგება დრო, როცა ეს უკვე აღარ იქნება ის, რაც შეგვარცხენს. ხლა მეფიბოშეთის შვილის სახელის, მიქას სახელიც მოვიძიე. ჩვენ ამას კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, რომ მიხას სახელი ბევრჯერ გვხვდება და მიხას სახელი ნიშნავს ვინ შეედრება უფალს, кто подобен Яхве. გაგახსენებთ, აქ უკვე ბევრმა ვიცით, რომ დავით მეფე დაინდობს მეფიბოშეთს და როდესაც შიმშილობის გამო და გვალვის გამო მას სთხოვენ დავითს, რომ 7 შთამომავალი საულ მეფისა ჩამოხრჩობილი იყოს, ამას მოითხოვდნენ გაბაონელები. საულის გიბყაში ერთ ქალაქში ისინი მოითხოვდნენ, რომ თუ გინდა რომ ჩვენი წყალობა მოიყოს, იგი ჩვენ გული მოგვიბრუნდეს თქვენ დამი და შიმშილობა აღარ იყოს, გვალვა აღარ იყოს, საულის შთამომავალთაგან 7 მოგვეციროთ, უფლის წინაშე ჩამოვახრჩოთო. აი ამ დროს დავითი დაინდობს მეფიბოშეთს, აქ ბევრჯერ ვახსენეთ, მაგრამ მივაქციეთ ყურადღებას დღეებში ამოვქექე, რომ შემთხვევით სეხნია მეფიბოშეთს ყავდა მამის მხრიდან, ესე იგი მეფიბოშეთის მამას ხომ ერქვა იონათანი, იონათანის მამას კი საული. საულმა მეფეს იონათანის დედის გარდა ცოლად ყავდა კიდევ ხარჭა რიცპა და რიცპა მას გაუჩინა 2 შვილი და ამ 2 შვილთაგან ერთ-ერთ შვილსაც ერქვა მეფიბოშეთი. ხლა ეთქობა იმ დროს გაბაონელებმა დიდად არ გამოჩხრიკეს, რომელი იყო იონათანის უფლისწულის პირველი ვაჟის პირველი შვილი, ანუ საულ მეფის ხაზიდან უშუალო მემკვიდრე და ესე იგი იონათანის შვილის მეფიბოშეთის სეხნია, მაგრამ საულის უშუალო შვილი გამოდის, რომ ამ ჩვენი იონათანის დის მეფიბოშეთის ბიძა, იმასაც მეფიბოშეთით ერქვა, ის იქნა შეწირული, რათა გული მოეგოთ გაბაონელებისათვის და ის ჩამოხრჩობილი იქნა. და ქრონოლოგიურად ეს ამბავი, როდესაც დავითმა დაინდო იონათანის გამო, მოხდა ყველაფერი იმის მერე, როდესაც უკვე ეჭვის ქვეშ დადგა მეფიბოშეთის ერთგულება. ეს საოცარი ბიბლია ესეთი წიგნია, რომ შელამაზებულად არაფერს არ გვაწვდის და მეფიბოშეთის მიმართ ასეთი მოწყალე იყო დავით მეფე,
მეფე და მას მერე ციბამ იქივე მოსამსახურემ ესეთი ამბავი მოუტანა, რომ ის ახლა იმედოვნებსო იერუსალიმში დარჩა, რომ აბესალომის დროს შემოbrunდებოდა ყველაფერი და მას გაამეფებდნენ. ბიბლია დუმს, რომელი ამ ორთაგანი არის სწორი. მე ორივე ქადაგებლების და ბიბლიის გამრჩევებლის კომენტარები წავიკითხე. ერთნი ამბობენ, რომ დამნაშავე და ცილის მწამებელი იყო ციბა, მოსამსახურე, რომელსაც უნდოდა რომ ეტყობა გათვლილი ჰქონდა დავით მეფე, ყველაფერს მას მისცემდა და მართლაც დავით მეფეს ახლა იმ პერიოდში ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო აბესალომისგან გარბოდა, რომ გაიგო ეს ციბას მიერ მიტანილი ამბავი მეფიბოშეთზე, უთხრა მთელი ეს მიწაწყალი საულის ქონება შენ დაგრჩებაო. და შემდეგ როდესაც მეფიბოშეთი უთხრეს, რომ არა ციბამ ცილი დამწამა მე მინდოდა წამოსვა, მაგრამ კოჭლი ვარ, ცხენი ვერ შემკაზმე და დავრჩი იმის მერე არც წვერი გამიპარსია, არაფერი მოუვლელი ვარ, მაგრამ შენთან ერთად წამოსვლა მინდაო. მეფე რა სიტყვის იცი, ახლა სად გავარჩიო მე თქვენი ამბავი, კარგი, ეს მთელი სამეფო, ეს ბოდიშეთ მთელი საგვარეულოს ეს მამულები საულისა თქვენ ერთმანეთში გაიყავითო, ესე იგი თავიდან მეფიბოშეთს ყველაფერს მისცემს და ციბას უნდა მართლობა გაეწია. ციბას სახელი სხვა შორის პლანტატორს ნიშნავს, ანუ დაფლული მცენარეების მომვლელს, სახელის მაგაზე მეტყველებს პლანტატორი, ციბა. ციბას გაუყოფს მის შთამომავლობას, მის მამულებს. აქ რას მივაქციოთ, იცით ყურადღება მე რასაც მინდა ახლა ხაზი გაუსვა, რომ ციბა დავითი რო გარბის, დავითის მხარეზე დადგება. მეფიბოშეთი დავითი რო აბესალომზე გაემარჯვებს, ისიც დავითის მხარეზე დადგება. ასე გამოდის, რომ ციბაც და მეფიბოშეთის აბესალომზე გამარჯვების შემდეგ დავითის მხარეზე იყვნენ, მაგრამ ერთმანეთში ალბათ ძალიან ცუდი ურთიერთობა უნდა ქონოდათ. მათში ვინ იყო მართალი, ვინ ცილი დასწამა, ვინ მოიტყულა, ვის მართლა უნდა გამეფება და იმედი ჰქონდა, რომ იერუსალიმში დავრჩები და საულის სამეფოს მე გადმომცემემო, გარკვეულად არ წერია ბიბლიაში, მაგრამ ამას კი ვხედავთ, რომ შეიძლება იყო გერქვას ქრისტიანი, იყო ღმერთის ბანაკში, მაგრამ განხეთქილება მაგათ შორის მაინც იყო და გაუგებრობა იყო და ყველაფრის განმსჯელი და სიმართლის გამრკვევი გულში ჩამხედავი მაინც ღმერთია. და საბოლოო ჯამში ისევ ღმერთი განსჭიდა ციბასაც, თუ იგი ცილს წამნებდა და მეფიბოშეთს თუ ის მართლა ორგული იყო და დავითის მიმართ ერთგულება ვერ გამოამჟღავნა. მეთიხენი ემხრობა იმ თეორიას, რომ ციბა იყო მოღალატე და ებრაული ესეთი გამოთქმა მოჰყავს, რომ თუ გაამაავლებ შენი მამულების მენეჯერებს, ესე იგი მართველებს, გაგიმრავლდება აგრეთვე ქურდებიცო. ესე იგი მეთი ჰენრის ციბა შერაცხული ხარ როგორც მატერიალისტი ადამიანი, რომელიც მიწებს კი განაგებს და კარგად მეუფობს, მაგრამ უფრო მეტი უნდა. მან გათვალა რაღაცნაირად ციბამ, რომ აბესალომზე მაინც დავითი გაიმარჯვებდა და თუ ის მართლა ცილის წამელია, წინასწარ დავითის მხარეს გადავიდა, მომენტი ჩაუვარდა და ცილი დასწამა. თუ სულიერი მხარიდან ამოვალთ და სულიერებას, ესე იგი, წინასახეებს დავინახავთ, მე ვფიქრობ, მეფიბოშეთი მართალი იყო, იგი ორივე ფეხზე კოჭლობდა, მაგრამ რა ეკნა ცილის წამება მაინც თავზე მიიღო და როგორ მოდრეკილი გულით შეხვდება დავითს და ეტყვის, მე უნდა ისედაც მომკვდარი ყავი, საულ მეფის შთამომავალი ვარ, შენ კი მოწყალება ჩემ დამიასე მოიღეო, ეხლა მნიშვნელობა აქვს თავარია, შენ ცოცხალი გიხილო, როგორ თავდაბლად შეხვდება მე გამარჯვებულ დავითს რო ბრუნდება. შეიძლება ვიღაცამ იმ თეორიის მომხრეობა მიციბას ამართლებენ ეს ჩაუთვალოს მას პირფერობად, რო უკვე გამარჯვებულია და რაღაც იზავდა, მაგრამ აი საოცარია რომ ხო შეიძლება ერთი წინადადება სულიწმინდას დაეწერა ბიბლიაში, რომ ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო, მაგრამ მაინც ამას ჩვენ გვიტოვებს და საბოლოო ჯამში ჩვენ კი არ გვიტოვებს. ეს არის ჩვენთვის ჭკუის სასწავლებლები, რომ ცოდულ ადამიანს შეიძლება მართლაც გულში ქონდეს, ეხლა მე გამომეფთებიო და ცოდული ადამიანისთვის ის არის დამახასიათებელი, რომ მომენტი ხელში ჩაიდგოს და მამულებს დახარბდეს. მაგრამ ჩვენ აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ყოველთვის ერთგული უნდა დარჩე. ღმერთი გულში იყურება და ცილის სწავლებელი თუ ხარ, შეიძლება ეს ადამიანებმა დედამიწაზე ვერ გაარკვიონ, მაგრამ ღმერთი რო გულში იყურება, იმან მაინც გაარკვიოს. მეფიბოშეთთან დაკავშირებით კიდე ესეთი სენტიმენტალური რაღაცა მინდა წამოვწიო წინ და გითხრათ, მეთი ჰენრისთან ამოვიკითხე. თარიღებით თუ გათვლით ქრონოლოგიურად, 5 წლის რადგან იყო მეფიბოშეთი, როცა ორივე ფეხით დაკოჭდა, გამოდის რომ ყველაზე ახლო ურთიერთობა მეგობრული, ძმაკაცური, ასე ვთქვათ, როდესაც ჰქონდათ დავითს და მეფიბოშეთს, მაშინ იყო ახალდაბადებული დავითს და იონათანს, მაშინ იყო მეფიბოშეთი დაბადებული. და ესეთი სურათი დახატეთ, რომ
არსად არ არის მოხსენიებული იონათანის გადაგებული სიყვარული თავისი ცოლის ან სხვა ხარჯების მარჩელებად მას არც ყოლია ხალჯებით ერთადერთი მეფიბოშეთის დედა ყავდა ცოლად. არსად ეს ქალი არ არის მოხსენიებული, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმულია როგორ უყვარდა როგორც თავის მეგობარი უახლოესი დავითი. და მაგ დროს შეეძინა მეფიბოშეთი და დავითს ეხლა რადგან იონათანი უყვარდა, საულის მთელი ოჯახიც უყვარდა, საულის ქალიშვილი მეფიბოშეთის და ცოლად ყავდა და ამიტომ იონათანის ახალდაბადებული მეფიბოშეთის ალბათ ძალიან ეყვარებოდა. ყველაზე საყვარელი რომ არის ახალდაბადებული ბავშვი 1-2 წლის ფეხს რო იდგავს, ალბათ მაშინ ყველაზე საყვარელია და დავითის ყველა შვილები მეფიბოშეთზე უმცროსები იქნებოდნენ. და როდესაც მერე უკვე დაკოჭლებულს მოიძიებს და მონახავს დავითი, მათი შეხვედრაც ძალიან ისეთი სენტიმენტალური სურათია, გრძნობის აღმთვრელი და ეს ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ ბიბლიაში. ბევრ შეიძლება მოიჩვენოს, რომ ბიბლია დაწერილია მშრალი ენით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმას ცოტა გულისყურით წაკითხვა უნდა და დეტალების ამოქეკვა, თუნდაც ამ ქრონოლოგიურად თარიღების შედარება, რომ ჩვენ ცოცხარი ადამიანური სურათები შევაჯეროთ ერთმანეთთან და წარმოვიდგინოთ. აქ შორენა ახსენა, რომ გარეგნობითაცო მესიჰონისაც უწერია, ალბათ მეფიბოშეთი თავის მამას იონათანს დაემსგავსებოდა, როდესაც უკვე იგი დავითის ძეებთან ერთად სუფრასთან იჯდა და მისთვის ყოველთვის მისი სახის, მეფიბოშეთის სახის შეხედვა იქნებოდა მისი უახლოესი მეგობრის იონათანის ახალგაზრდა სახის გახსენება. როგორ უყვარდა მას თავისი მეგობრად და მეფიბოშეთიც ამას ხედავდა. და პირველად რო შეხვდა იმ ბავშვის ხატებას წარმოიდგენდა, როდესაც მას ახლად შეძენილი როდესაც იქ ახალ შეძენილი იყო იონათანის ოჯახში. აი ეს პატარა დეტალი, სენტიმენტალური და კიდე ერთი მომენტი, ესეც მეთქიონესთან ნახე. როდესაც შეხვდებიან დავით მეფე და მეფიბოშეთი ფეხს მუხლს მოიდრეკს და თაყვანს ცემს მას. და გაგვახსენდება რამოდენიმე თავებით ადრე სცენა, როდესაც პირიქით დავითი იხლის მუხლს მოიყრის იონათანის წინაშე და იქ ტექსტში ნახსენებია, რომ 3 თავს დახრის იონათანის წინაშე დავითი, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილი იყო იონათანი იყო საულის ყველაზე უფროსი ძე და ის უნდა უფლისწული იყო, ის უნდა გამხდარიყო მომავალი მეფე და როგორ შეიცვალა როლები, რომ ეხლა იონათანის ძე მუხლს იყრიდა თვითონ დაკოლეჭლებული დავითის წინაშე და ეს მეთქიონის შედარებული აქვს სულიერად როგორც ისეთი სურათი, რომ ვინც დამდაბლებული იყო თავიდან და 3 უხდიდა თავს, თან გულწრფელად განაპირმოდნენ. ის ეხლა ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა იხრის მის წინაშე სქეთს, მაგრამ დავითი როგორც ღმერთის მოსიყვარული ადამიანი მას ეგებება და სიყვარულით ეუბნება და ის რომ მისგან სიკვდილს ელოდება, რომ ის ბოლო პიროვნება, ვინც საულის ოჯახიდან დარჩა, სიკვდილის ნაცვლად მას მეგობრულად ასეთი სიყვარულით მიიღებენ და მთელ მის საულის სარჩო საბადებელს მამულებს მას გადაცემენ. საული მდიდარი ოჯახიდან იყო, არ დაგვაწყვეს მისი მამა, კიშის ძე და კიში ხაზია გასმენ პირველად რო შემოდი საული ბიბლიის ფურცლებზე, რომ მდიდარი კაცი იყო, იქ ვირებსაც დასდევდა და დიდი ყანებიც ჰქონდა და ეს ყველაფერი დარჩა მემკვიდრეობად დავითს, სანამ მან ეს გულუხვად გაიღო და მეფიბოშეთს დაუბრუნა. ესეთ მეგობრობაც ესეთი გულუხვი რომ არის და არასოდეს არ ყოფილა დავითი მატერიალისტი, რომ რამე მიწებს დახარბებოდა. ეს რაც ამ თავს შეეხება, ეს რაც პატარა დეტალები ამოვკრიფე, საინტერესო იყო მაინც სახელების მნიშვნელობა. თუ ძალიან კიდევ განვაზოგადებთ სახელს ისტრიბლეავში სრამ, ის ვინც სამარცხვინოს აღმოფხრის, ჩვენ ყველა ებრაულ სახელში, ბიბლიურ სახელში უნდა დავინახოთ, ის ღმერთი არის მითითება. ესე იგი, კერპებს, ბაყალებს ადამიანები აკეთებენ, მაგრამ ღმერთი, უფალი არის ის, ვინც ამას ყველაფერს აშთობს. გარეგნულად მეფიბოშეთი იყო კოჭლი, ხეიბარი, ესე იგი არასრულფასოვანი. ცოდვილები ჩვენ ყველანი ასეთი ვართ. ამაზე ხაზგასმული იყო ამასთანაც საუბარი. მაგრამ მისი სახელი რაზეც მიუთითებს ამ სამარცხვინოს, ამ ფეხმოჩართულობას, ხეიბრობას, ღმერთი ყველაფერს მოაშთობს. ყველაზე დიდი ხეიბრობა ცოდვილი ადამიანისთვის არის კერპთაყვანისმცემლობა და კერპი, როგორც თქვით, ბევრჯერ გვითქვამს, ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს და ამას ყველაფერს მოსპობს და მოაშთობს უფალი. ესე იგი, უფლის სახელი უნდა დავინახოთ მის სახელის მნიშვნელობაში, მეფიბოშეთის შემთხვევაში და კიდე ეს იმედი, რომ მიქა შეეძინება. წესით, ადამიანური წესით, მეფური დინასტიების წესით, ყველა პირწმინდად უნდა გაჟჟულიყო, მაგრამ ნახეთ, დაინდობს, შეიბრალებს და მას მაინც დატოვებს ცოცხლად. ბიძებს გაიღებს მისგან, ეს იგი მის დედის ნაცესავებს, საულის ხარჭას შვილებს და საულის მეორე ქალიშვილის მიქალის კიდევ 5 ვარს იმათ გასცემს გაბაონელებისთვის, იმათ ჩამოახჩობენ, ხოლო ამას კი დაინდობს და მიქასაც დაინდობს. ხო, პირველ რიგში ისინი უნდა მიეცა გაბაონელებისთვის, მაგრამ იმათ შეიბრალებს. და მიქას სახელიც ვინ არის უფლის მსგავსი, ესე იგი, აი ამ შებრალებაზე, ამ მოწყალებაზე დავითმა რომ მეფიბოშეთის მიმართ მოიღო
იონათანისთვის და ღმერთის წინაშე დადებული ფიცის გამო ღმერთის წყალობა უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ ჩამოხრჩობას, ესე იგი სიკვდილს ვიმსახურებთ, იმიტომ რომ ჩვენს გამოა გვალვები, დედამიწა ჩვენს გამოა დაბინძურებული, მაგრამ ღმერთი მაინც ასეთი მოწყალე რომ არის. შემდეგ თავზე, მეათე თავზე სულ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი. ესეც ეხლა ხან მე თქვენთან მოვნახე და თქვენც მინდა გითხრათ. იმიტომ უსმე ხოლმე ხას, რომ აი ჩემთვის რაღაცა სიახლე იყო და ვიპოვე მეთქი, რომ ჯერ ერთი ჩემთვის სიხეულთან არის დაკავშირებული რაღაცა ახალი კიდე ვიპოვე მეთქი. და თან ამას რომ ვიმედი მაქვს, რომ ვინც მომისმენს, იმას უფრო ხაზგასმულად დაამახსოვრდება. აქ ბატონმა ეზომ თქვა, რომ შემდეგ თავში მე-11 თავში დავიწყებთ იმ სურათით, როდესაც დავით მეფე გამოსულია და ვერსავიას დაინახავს. ეს ციტატა მინდა წავიკითხოთ და იმ ციტატაში ერთ სიტყვას მივაქცევ ყურადღებას თქვენის ნებართვით. წელიწადის შემოbrunებისას, ეს არის მეორე მეფეთას მე-11 თავის პირველი მუხლი, წელიწადის შემოbrunებისას მეფეთა გამოსვლის ჟამს გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი და გაანადგურეს ყამონის ძენი და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა და ადგა დავითის საღამო ჟამს თავის საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული და ბანიდან მობანავე ქალი დაინახა. ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. ეს უბრალოდ ციტატა. მაგრამ აი ამ ციტატაში დასაწყისში არის, რომ იოაბი წავიდა საბრძოლველად ყამონელის ძეების წინააღმდეგ და შემოადგა მათ სამეფო ქალაქს რაბას. ყამონი და ყამალიკელები ყოველთვის ერთმანეთში მეროვდა, მაგრამ რუსულში უფრო კარგად არის ხაზგასმული და იქიდან გავარჩევ ხოლმე. როგორც თქვენ აქ მოისმინეთ, ყამონელები და იგივე ამონიძანი, მოაბელები იყვნენ ლოთის შთამომავლები, ესე იგი სისხლით ნათესავები გამოდიან მაინც აბრაამიდან, თუ გავიხსენებთ ამას და გამოდის, რომ მე-11 თავში მომხდარი ამბავი, ეს სამარცხველ ამბავი დავითს რო ვერსავიასთან შემთხვა, ჩართული არის იმ შუან პერიოდში, როდესაც ისრაელს ბრძოლა ჰქონდა ყამონიკელებთან. აი, ხომ არ არის შემთხვევით, რომ ღმერთი ისე ალაგებს ბიბლიაში თავებს, ამბების თანმიმდევრობას, რომ მაგასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ესე იგი, რაც ეს შეხლა-შემოხლა დაიწყო მეათე თავში ისრაელებსა და ყამონელებს შორის, მე-11 თავში და შემდგომ თავებში გრძელდება. ესე იგი, შუა ომში ამ ყომონელებთან ეს ამბავი მოხდება, რომ დავითი დარჩება და საღამო ხანს, ესე იგი, მას უნდა საღამო ხანს ახალი გაღვიძებული არ უნდა ყოფილიყო, ესე იგი, კარგად ნებივრობდა ლოგინში. მერე წამოდგება და მერე უკვე ჟინიც მოაწვება და ქალიც მოუნდება. თან სხვისი ქალი, სხვისი ცოლი მიხვდეთ იმით, რომ თავის ცოლები თვითონაც ბლომად ყავდა. ვიღაცა იტყვის, რომ მოდი ესე ვთქვათო, ადამიანურ მიწიერი გაგებით, ბრძოლა ამონელებთან დაიწყო დავითის კეთილი განზასხვებით. აქ შეიძლება ისეთ ჭკუა ვისწავლოთ, რომ ტყუილის სიკეთეები, მით უმეტეს მტრებთან, ღმერთის მტრებთან არ გვმართებს, იმიტომ რომ ნახეთ, ეს დავითის კეთილი განცდა, რომ მიესამძიმრებინა ამონელების, იგივე ამონელთა მეფის ძისთვის, ნახაშის გარდაცვალების შემდეგ, ეს კეთილი თითქოს ერთი გარდა ჰუმანისტური განზრახვა შემოbrunდა მთელი ომით. ერთი ომის შემდეგ კიდე ხელმეორედ, მერე ცალკე სამხედრო გამოსვლები იოაბის მეთაურობით სამეფო ქალაქს რო შემოაწვა. ტყუილად სიკეთებს არ უნდა იჩენდეო. აქ მეორე მხარეს შეიძლება დავინახოთ, რომ ღმერთი ძალიან დიდ სიკეთეებს იჩენს ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც მერე სამწუხაროდ და საუბედუროდ თავისთვის მერე ღმერთს ზურგს უკან აქცევს. ესე იგი, ღმერთი კი არის მოწყალე და დავითი, როგორც ღმერთის მოსიყვარულე, ღმერთს ბაძავს და მაინც მოწყალებას იჩენს იმათ მიმართ, ვინც ამას არ იმსახურებდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს და ამ ერთ ინციდენტს, ასე სამარცხვინოდ მომხდარს, ესე რომ მოიქცა ნახაშისზე, შემოაბრუნებს ისევ რომ ისრაელენები გაიმარჯვებენ, სამხედრო ლაშქრობები ბევრჯერ ჩატარდება და მათ ქალაქსაც დაიპყრობენ. რა მინდა შეგახსენოთ, იცი ეს ყამონელები ძალიან ცუდი ხალხი იყო. საულ მეფის ერთ-ერთი პირველი სამხედრო გალაშქრებაც მტრებზე, როდესაც ის ჯერ კიდე არ იყო ესეთი პიროვნება, რომ თავში ჰქონდა ავარდნილი, მოხდა ყამონელების წინააღმდეგ და მაშინ ყამონელებმა ესეთი პირობა წაუყენეს იმათ, ვისაც ებრძნოდნენ. და მას წაკითხავთ. მეფეთა პირველი წიგნის მე-11 თავის დასაწყისში ასე წერია: ნახაშ ყამონელი შემოადგა გილყადის იაბერს და უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხული ვაჭამო მთელს ისრაელს და მერე შევკრავ თქვენთან კავშირსო. და მერე გაგახსენებათ ალბათ, რომ სული გადმოვა საულზე და საული გაიმარჯვებს მათზე და ამარცხებს ნახაშ ყამონელს. შემდგომში იყვება ქვეტექსტიდან ნახაშ ყამონელის მიმართ კეთილად იყო განწყობილი დავითი და ნახაშ ყამონელის დავითის მიმართ კეთილად იყო განწყობილი. ალბათ საულის გამო. ეს ის ბოროტი კაცი იყო ნახაშ ყამონელი, რომელიც ესე თვალების დათხრით ემუქრებოდა და მოითხოვდა როგორც ერთ-ერთ დამორჩილების პირობას ამ სასირცხვილო რაღაცას. და მისი შვილიც ძალიან უაზრო ადამიანი აღმოჩნდა, რომ თუ მას მართლაც ომისა ეშინოდა და მერე ისე შეშინებული სხვებს მოუხმობს
სირიელებს რო დამეხმარეთო, ესეც სულერულ საქციელს ჩაიდენს და შეურაცხყოფს. ესე იგი, როდესაც ადამიანი სულელია, რაც მას ეშინია რომ მომიარატყვა, სულად ისე მოიქცევა რომ მართლაც ომს გააჩაღებინებს. შვილის სახელი და ეს კავშირი, ეს სწორედ ის ნახაშყამონელია და ეს სწორედ მისი ძე არის, ხანანი აქ ნახსენებია, მაგრამ მერე როდესაც დავითი გაიმარჯვებს, ის ბიბლიის ფურცლებიდან გაქრება და მარტო ითხრა წერია უკვე მეორე მეფეთა მე-11 თავის ბოლოსკენ, რომ აიღო დავითმა მეფის გვირგვინი, ეს ლაპარაკი ამონელთა მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ქანქარის წონისა იყო, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და თავზე დაიდგა და აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. აი სწორედ ის ქალაქია, სადაც მან თავისი ელჩები გაუშვა და შეურაცხყოფილები იქნენ დაბრუნებულნი. და სულ ბოლოს ერთ პატარა დეტალს ვიტყვით. ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ იოაბი და მისი ძმა ძალიან მამაცურად მოიქცეოდნენ ამ თავში. ძალიან დასტოინა რუსები რო ეტყვიან ღირსეულად და შემდეგ მე-11 თავშიც ვნახავთ, რომ უკვე უნდა გაიმარჯვოს ამ ქალაქზე და შეუთვლის დავით მეფეს, რომ შეკრიბე ახლა ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ იოაბი დავით მეფეს ეუბნება, მე ავიღებ ამ ქალაქს, ამონელების ნახაშყამონელის ძის ქალაქს. და ჩემი სახელი დაერქმევა, ნახეთ, ის დაიცვა სუბორდინაცია იოაბმა, ბოლო ნაბიჯი არ გადადგა, შეეძლო მას დაეპყრო, მაგრამ ქალაქს დაერქმეოდა იოაბმა ჩვენზე გაიმარჯვა და დავითს დაუთმო ეს. როგორც მხედართმთავარი იოაბი ნელ-ნელა გამოიწთნა, სხვა მხედართმთავრები, რომლებიც თავიდან მას ჯობდნენ, ჩამოიშორა მოხანათურად, მერე კარგი და მამაცი მხედართმთავარი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთის წინაშე უკვე მოხუცებულობაში რომ წარსდგა და უკვე დავითსაც გადაუდგა, დავითის ამორჩეულ სოლომონ მეფეს რომ გადაუდგა, ეგ შენ არ გიშველის. მთელი ცხოვრება რომ კარგი კარიერა ქონდეს, კარგი მამაცი მთავარსარდალი იყო, სუბორდინაციას რო კარგად იცავდე, დავითის მიმართ მას მაინც კარგი კეთილი გული არ ქონდა. ნახეთ როგორი კილოთი ეუბნება. შემოადექი ქალაქს, თორემ ავიღებ და ჩემი სახელი დაერქმევაო. ბიბლიაში როდესაც ციტატებია მოყვანილი, იქ ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ძალიან სდილობიან, ცოტა გადაჭარბებულ სიტყვებს, რომლებიც ხან-ხან უცნაურად მოგვეჩვენება ხოლმე. და რადგან ამ ადამიანის სიტყვა ციტატაც მოყვანილია, ეს ეტყობა ფამილარული იყო დავითთან და დავითაც რამდენჯერ ამოოხრით თუ თქვამს, რომ რა ვქნამ ახლა ამ ცერუიას ძებს, რა გიყოთ ახლა მე თქვენო და რამდენჯერ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არ ეთანხმებოდა მათ საქციელს. მაგრამ ისინი ძლიერებიან, მე სუსტი ვარ და ისევ ღმერთის განჩინებას ელოდებოდა. ესე იგი ეს პატარა გაკვეთილიც იქიდან რომ კარგია თამამი იყო, მამაცი, კარგია რომ ღმერთს მიენდო ომში, მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთი მაინც გულში იყოლება და ბოლოს, აი სულ ბოლოს რომ მოხუცდები და როგორ კვერცხები გაქვს ჩადებული ამ მოხუცებულობაში, ვინ მიშველის მე ადონია თუ სოლომონიო, მან რადგან გულის მდგომარეობა არ ქონდა, ფსონი დადო იმ შულზე, რომელიც საბოლოო ჯამში მოღალატე აღმოჩნდა. და არა იმაზე, ვინც ღმერთს ყავდა გათვლილი და საიდანაც მერე მხსნელი უნდა გამოსულიყო. ეს რაღაცა მიწიერი გაკვეთილებიც აქეთა რო ავიღოთ. მადლობა. სწრაფად გავიარეთ ეს ორი თავი, მე მგონი საინტერესო იყო, ვისაც წაკითხული აქვს ეს ბიბლიური ტექსტები, გამეორებაც არის და ამავე დროს ახსნა განმარტებით უფრო გაფართოვდება მისი ჰორიზონტიც და რწმენის რეალისტური გაგებასთანაც კი არის მერე მისასვლელი. აი რწმენა ხომ არ არის დამოკიდებული რაღაც ფანტაზიაზე და სურვილებზე და ჩვენ ხუშტურებზე. არა. რწმენა, რომელიც თქვათ აი საქართველოში დღეს არის გავრცელებული და მართლმადიდებელი რწმენა, დაფუძნებული არ არის ტექსტის ცოდნაზე. რომ გააჩეროთ ახლა არანაკლებად ეს გამოკითხვა კი არავინ არ ჩაატარა, არავის არ დაუსვია კითხვა, ახლა ჩავატაროთ მორწმუნეებს. მართლმადიდებელი გავაჩეროთ, აბა თუ გვეტყვის ბიბლია ვინ დაწერა, რამდენი წიგნია, რომელი თავია, ვინ არის დავითი, ვინ არის იონათანი, სრული სიბნელეს მივიღებთ. ყველა მორწმუნე იქნება. აი ეს კი არ აწუხებს ადამიანებს. არამედ ისე თბილისი ვინ დაარსა. ეს არაფერს მომცემი არ არის, მაგას ისაც გაიგებ. როცა მორწმუნე ხარ ადამიანი, რწმენა რას ეყრდნობა, ეს უნდა ვიცოდეთ. რას ეყრდნობა? ფაქტს და დოკუმენტს, რომელიც ჩვენ წინ არის. და ამის ცოდნა კი აუცილებელია ჩვენი რწმენის მდგრადობისათვის. თუ ეს ცოდნა არ გვაქვს, ჩვენი რწმენა მოირყევა და დაეტაკება სხვა რაღაცა გაგება ამას და წაგვაქცევს ხომ? მოვა ათეისტი და რაც გაკეთდა ადრე ჩვენი მორწმუნე ქართველები ისეთი კაი კომუნისტებად მოგვევლინებიან. როგორც გაგიხარიათ, გამიგეთ, იყო ასეთი მაგალითები სავსეა ცხოვრებაში. თავად იესო ქრისტე რო დადიოდა მოწაფეებში და ყველა 12 მოწაფიდან არც ერთი არ იყო, არც აკადემიკოსი, არც პროფესორი, არც მასწავლებელი, არც წერა-კითხვის მცოდნე. თითქმის არავინ არ იყო მათეს გარდა, ხო, ერთი იყო ნაციონალისტი ზილოტი, ხომ, ერთი მოციქულებიდან 4 მეთევზე იყო. აუნათლებელი იყო ეს ხალხი. რატომ არჩია მოწაფეება თავად იესომა არჩია, ხომ? სწორედ იმიტომ გამიგეთ, რომ არ შეშლოდა ხელი გაამაყებული ადამიანს ვერაფერს ვერ გააგებინებ. თან კიდე ქრისტე ღმერთი დადის ამ ხალხში,
და ახდენს ისეთ სასწაულებს, მინდი რომ არ შეიძლება ყველა თვითმხილველია. მიუხედავად ამისა, მოწაფეებსაც კი ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე მდგრადი რწმენა შეინარჩუნეს, სანამ აღმდგარი ქრისტე არ იხილეს მათ, ხომ? აი აქ კიდე აი ამ თავებში, მე-9 თავებში, რომელიც ახლა ჩვენ ტექსტით წავიკითხეთ და განვიხილეთ, საინტერესო სურათი იხატება. რამოდენიმე ის შეიძლება, რაც შეიძლება აქ გამორჩათ ან გამოტოვეს. მაგალითად, სად იმყოფებოდა მეფიბოშეთი? ეს არის საულის შვილიშვილი, იონათანის შვილი. საული და იონათანი კი ასე თუ ისე ნათესავები არიან დავითისაც, ხო? და ერთი არის სიმამრი, მეორე არის ცოლის ძმა იონათანის და ყავდა ცოლად დავითს. ამას თავი დავანებოთ, ძალიან კარგი მეგობრობა და გარკვეული რაღაც ღვთაებრივი სიყვარული ჰქონდა ამ ორ ადამიანს, იონათანს და დავითს. და ის დადებული აღთქმა, რომელიც აღთქმაც დაიდო დავითსა და იონათანს შორის, სრულიად ასრულებს დავითი და სიტყვას არ ტეხავს. ესეც ლამაზი სურათია, მიუხედავად იმისა, რომ დაარღვია აღმოსავლური ტრადიცია. აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, ყველა ტახტის მემკვიდრე წინამორბედი ვინც იყო, უნდა გაგეჟლიტა და არც არავინ არაფერს არ იტყოდა. დავითი ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ მისი რწმენა ღმერთზეა დაფუძნებული და იმის იმედი აქვს და არაშინებს მას, ვინც არ უნდა იყოს. და მართლაც იკითხა, აინტერესებს მას. უყვარდა ჯერ ერთი ეს ოჯახი, მოდი ვთქვათ, საულიც უყვარდა მას და არაერთხელ დამტკიცდა ეს წინა თავების განხილვის დროს. იონათანი უყვარდა, ასევე უყვარდა ცოლიც უყვარდა, მელხოლა მილქა ხომ? იმას არ უყვარდა ბოლოს, თორე თავად ეს ცოლათაც დაისვა კიდევ დაიბრუნა ხომ? მარტო პოლიტიკური მოსაზრებით კი არ გაუკეთებიეს მას. ასე რომ მას გულგრილი დამოკიდებულება ამ ოჯახთან არ ქონია ბენიამინის ტომთან და თუ შორეულ წარსულში გადავალთ, ყველა ესენი ერთად აღებული ნათესავები არიან. და ვისთანაც ბრძოლა უწევს, დავითს ახლა დასახელებული იყო ამონელები და მოაბიტელები, ჩვენ ესეც ვიცით ვინ არიან შორეულ წარსულიდან, ეს აბრაამის ძმისშვილი შთამომავლობა ლოტის მიერ სისხლის აღრევის შედეგად გაჩენილი. გახსოვთ ალბათ ლოტის ისტორია მე-19 თავის შესაქმის წიგნიდან. და ნათელი ხდება, როგორი ერთიანი შეკრული სურათია. და როცა ამებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, საერთოდ საინტერესო წიგნად გვევლინება საღვთო წერილი, ბიბლია, რო ქვია, ქართულ ენაში ესე შემოვიდა. არაფერი არ არის აქ ძნელი და გაუგებარი. უბრალოდ ადამიანი არ არის კონცენტრირებული მისი ცნობიერება, რომ ეს წიგნი ძალიან კარგად შეისწავლოს და აღმოაჩინოს ის სიბრძნეები და ის სულისათვის მაამებელი მალამო, რომელიც მიმობნეულია ამ წიგნში. ეს აუცილებელი ინსტრუქციაა, შესასწავლი ღმერთიდან ბოძებული. ნაკლები ყურადღება ექცევა ამას, რა თქმა უნდა, და რწმენა, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციებზე, ქართულ ისტორიაზე და იმ რელიგიურ ერთობლიობაზე, რომელიც საქართველოში არის გაბატონებული, ეს რწმენა არ არის. ეს ცრურწმენა არის. ამიტომ მართლმადიდებლობას უფრო სწორია დავარქვათ ცრუს მადიდებლები, ცრუს განმადიდებლები. ცრუ კი იცით ბიბლიის თანახმად სატანა არის. თქვენ გულში ჩაიხედოთ თორე ჩემი ძალისხმევა, ვინც ჩვენ აგვიცნობს ახლობელი, სწორედ ამ ძალისხმევითა და ურთიერთგაგებითა და სიყვარულით მიხვედით წიგნთან და ჩემგან დამოუკიდებლადაც დაიწყეთ კითხვა. შეიძლება ზოგს ადრეს ჰქონდა ეს ინტერესი, მაგრამ უფრო გაღრმავდა ჩვენთან ურთიერთობის დროს. ასეთები რამდენი იქნება საქართველოში? რამდენია ესეთი, ვინც ესეთ დონეზე ამ წიგნს ესე უდგება და რწმენას აფუძნებს საღვთო წერილზე და არა, ვთქვათ, მოხდლის ინსტრუქციებზე. არა ხთასნაირი ხატებით რო გაივსო საქართველოს და გვემხობა თავზე ქვეყანა. მოხდლებით კი არ უნდა ვიყოთ რწმენით ახსილი, არამედ იესო ქრისტეს სიყვარულით. აკვირდით როგორი წინა სახეები იყო აქ მოცემული. ორიგინალში მაინც ყველა ადგილს თავისი მნიშვნელობა. აქ არის პირველ 4 მოთხრში გადმოცემული თუ სად იმყოფება მეფიბოშეთი. მეფიბოშეთი დავითის სიმიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით არის, დაახლოებით კი არა ესე არის იორდანის აღმოსავლეთ მხარეზე. იცით დინარი იორდანე, იქით რომ დასახლდა რამოდენიმე შტო ისრაელი ორნახევარი, იქით დარჩა აღმოსავლეთ მხარეზე, რაც შემდეგ ახალ აღთქმაშიც კარგად ჩანს რა ბედი ეწიათ მათ ღორების მოშენება რო დაიწყეს. მეფიბოშეთი იმალება იმ მხარეზე და ერთ-ერთი ოჯახში აფარებს თავს, სახელით იმის ებრაულ ენაზე, ძალიან ღრმა ინფორმაციის შემცველია. ის ქალაქი, რომელშიც მეფიბოშეთი არის, ებრაულში ითარგმნება ასე: უძოვარი ადგილები. მოკლედ, ადგილი, სადაც საბალახო, საძოვარი არ არის. სხვა სიტყვებით უნაყოფო. ესე იგი, ეს თუ უფრო კიდე გავაფართოებთ სიმბოლო ხატებს, მივიღებთ იმას, რომ ადგილი არის ძალიან წარმართული და ძალიან ესეთი გზასაცდენილი ცოცხალი ღმერთისა. მეფიბოშეთი აქ ცხოვრობს და ცხოვრობს კაცთან, რომელსაც ებრაულ ენაზე ქვია მიცემული, გადაცემული. მიეცა საათას ძილს რო იტყვიან, მიეცა ეს რაღაც წარმართობას. ესე იგი, ხაზგასმულია მეფიბოშეთის წარმართული ბუნებაც. ვისაფარებს თავს იმ იმედით, რომ ვიღაცები დგანან პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც იმედს არ კარგავენ, რომ სათავეში მოვლენ სათავეში და შიშითაც იმალება. მეფიბოშეთმა არ იცის მამამისისა და დავითის ისტორია. იგი ხომ 5 წელს იყო ყველაფერი ეს რო დაატრიალდა, შემდეგ რვაირია სამეფო შინა ისინი მოიცვა არეულობამ ეს სამეფოში, თავისმა დეიდამ გადაარჩინა იმ გაგებით, რომ სტაცა ხელი ბავშვს, გაუვარდა ხელი და ორივე ფეხზე კელანობა დაეტყო მას, ეს კოჭლობა, ძველი ქართული კელანობა, კოჭლს ნიშნავს ხეიბრობა, ესე იგი ორივე ფეხზე.
ესეც სიმბოლურად უნდა აღვიქვათ ეს და მიუხედავად იმისა, რომ გავიდა წლები, კარგად უკვე მოწიფული არის, უკვე მას ბავშვიც აყავს მიქა მისი პატარა, მიქა ქვია, მიხეილი. ეს გაერიდა იმ სივრცეს და ადგილს, სადაც დავითი უკვე ზეობს და ქვემდებარებს ქალაქებს. ეს ადგილები სწორედ სიმბოლურად მეანიშნებს იმას, რომ თვითონ მეფე ბოშეთი არის ცოდვას მიცემული. რატომ არის ეს წინასახე ცოდვილი ბუნების აქ იყო განმარტებული და ცოტა იმ ნიუანსებს შევავსებ. დააკვირდით ორ ფეხზე კოჭლობს და აქ უამრავი ადგილები მოიტანეს ირემიიდან, მოიტანეს რომაელებიდან, მოიტანეს ისაიას წერილიდან. თქვენ ალბათ თუ მოусმენთ ამაზე, შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ, ეს ადგილები ძალიან საინტერესო ადგილებია. და შეიკრა, როგორ უნდა წავიკითხოთ ძველ აღთქმაში, ახალი აღთქმა. დაპირებული ძველი აღთქმისა, ახალ აღთქმაში რა შეასრულა მაცხოვარმა იესო ქრისტემ, უნდა ვიცოდეთ ძველი აღთქმა. რა გააუქმა? წმენა, რომელიც თანამედროვე რომელიმე პიროვნება აფუძნებს წმენას და მან არ იცის ეს, მე არ ვიცი მისი რწმენა მას რა რწმენა არის. ფანტაზია, ხატის რწმენა, სიზმრების რწმენა, სათლებით და ეკლესიაში სიარული. არაფერი აზრი არ აქვს ეკლესიაში სიარულს. გამორიცხული ეგ. იმიტომ რომ ეკლესიაში თუ ღმერთი არ იმყოფება, არ ესწრება თავისი დიდებით, რომელიც თითქმის კაიხნის მანძილზე სოლომონის ტაძარშიდაც კი იმყოფებოდა, ისე იქ აზრი არ აქვს ყოფნას და მით უმეტეს თუ ღმერთის სიტყვა არ გაისმის ტაძარში და გაისმის მხოლოდ ადამიანის, რომელიც ფორმით ის არის რაღაცა შავებში წვერმოშვებული, არაფრის მოცემი არ არის. ქართულ ტაძრებში თუ არ ისმის საღვთოს ჯული, აი ესე და შესწავლა ამისი, რწმენას საიდან ვიღებთ? ეკლესია ხო სწორედ შეხვედრის ადგილს ნიშნავს. ესე იგი მორწმუნე ხვდება ღმერთს და ღმერთის სიტყვას ან პიროვნებას, რომელიც ღმერთს სიტყვას გადმოსცემს. ამხრივ უფრო მიახლოებული არის აი ეს ევროპული აგება ქრისტიანობისა, უფრო მიახლოებულია რეფორმატორებმა რო გააკეთეს და მშობლიურ ენაზე ბიბლია თარგმნეს და პასტორები წამოწიეს, განათლებული პასტორები, რომელსაც რა თქმა უნდა, ისეთი გამოცხადება არ ქონათ როგორც ძველი აღთქმის გმირებს, სამაგროდ ამებმა კარგად იციან ღვთის სიტყვა და ამას გადმოსცემენ. და სწორია, როცა ეკლესია დასავლეთში ქვია ადგილი, სადაც პასტორი ღვთის სიტყვას გადასცემს მრევლს, მსმენელს. დამუხტული რწმენით გამოდის და აგრძელებს ცხოვრებას წუთის სოფელში. და იცის, რომ წუთის სოფელს არ უნდა მიეყიდოს. ამ ხრივ საქართველოს ძალიან უკან არის მეგობრებო. მე ვიტყოდი უფრო მუსულმანურ გარემოს უფრო უახლოვდება, იმიტომ რომ მუსულმანური რწმენა არ არის დაფუძნებული ქრისტიანულ რწმენაზე და ჩვენ ვიცით ახლა ამის გამოკლეულიც არის ყველა, არამედ ის რომ არ არსებობს მრავალი ღმერთები, არ შეიძლება რწმენის დემოკრატიზაცია სწორი არ არის, რწმენის პლურალიზმი სწორი არ არის, იმიტომ რომ რწმენის პლურალიზაცია ნიშნავს იმას, რომ ყველას პლანეტაზე ყველა მორწმუნეს ხავს თავის ღმერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ არის პოლითეიზმი. პოლითეიზმი კი ბიბლია არ ადასტურებს. მრავალ ღმერთიანობა სწორი არ არის. ჩვენ უბრუნდებით ისევ ანტიკურ გაგებას, დღევანდელი პლანეტა ისევ ანტიკური სამყაროის გაგებას უბრუნდება ღმერთის წარმოდგენაზე, რაც მოიცავდა რომი და საბერძნეთი და ეს სწორი არ არის. ეს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა წყობამ მოიტანა. ადამიანის თავისუფლება, ჰუმანიზმია ცენტრში და ყველას ინდივიდუალური რწმენის უფლება მისცა. თუმცა არის ქვეყნები, რომელიც ტოტალურად თავის რწმენას ახორციელებენ ადგილობრივ მოსახლეობაში. ესეთი არის მუსულმანობა და მართლმადიდებლობა. არავის არაფერს არ უტოვებს იქ და აგრესიულად არის განწყობილი. აქაც დარღვეულია ვთქვათ წმენისეული პლურალიზმი საქართველოში, რუსეთში და ასე ტყავს აძრობენ სხვას. თუ არ აძრობენ, დაცინვით მოიხსენიება სხვა დენომინაციის წარმოდგენა. ესე იგი დარღვეულია აქაც ეს. ესე ბოლომდე არც დემოკრატები არიან, რაც მთავარია, დარღვეულია ნამდვილი ღმერთთან რწმენის საფუძვლებიც. ბიბლიაზე დაფუძნებული საქართველოში, რუსეთში და მთელი მართლმადიდებლურ სივრცეში არ არის რწმენა დაფუძნებული. ის არის ავტორიტეტებზე, ჯგუფებზე, ტრადიციებზე, ეკლესია და ჯოგში, მასაში, ლეანგში ეს შევიდა. თუ ჯოგი არ მოგწოთ ქართული, ძველი ქართული და ლეანგი უწოდოთ მაშინ ბრბოს. ბევრი უცხოური სიტყვები დაინერგა საქართველოში, მაგრამ ქართულში მოგვეპოვება ჩვენი შემცვლელი, აი თინეიჯერი რო შემოვიდა და ყველა თინეიჯერი საოცარი ქართული სიტყვა არის ნინველი. მაგრამ არავინ არ ხმარობს ამას, ნინველები. თინეიჯერობის მაგივრად ჩავსვათ ნინველი. და თინეიჯერიც 13-დან 19 წლის ჩათვლით მოზარდზე იტყვიან თინეიჯერის ეპოქა, მოსწავლე სკოლის მოწაფე. რედით არის ცუდი მაგალითად ნინველი უწოდოთ მაგას. რატომ არ არის ეს მაღალ დონეზე თქვათ ცნობიერება შემოჭედილი, ხო? ეს ხო იცით რისიბრალია. ასევე ნელ-ნელა ეს ქართული სიტყვები იდევნება და მის ადგილზე შემოდის სხვა უკვე, ხო, ქართული ფორმას თუ მიიღებს. ასევე რწმენაც მართლმადიდებლური რწმენა ეს არ არის ქართულიდან ამოზრდილი. არ შეიძლება რწმენა იყოს ნაციონალური. ვერც ებრაელები დაიტრაბახებენ, რომ ადამიანს ჩვენი არ რწმენა. ბიბლია გვეუბნება თუ რატომ აარჩიეს ისრაელიერი გენეტიკურად კი არ იყო ჩამოყალიბებული ჯერ. ჩვენ ვიცით რომ ებრაელი არ იყო აბრაამი და ებრაელი ერი არ არის. სახელი ევერიდან მოდის. ევერი შემოყვება მაგხას მერე ადამიანიდან რომ მოდივართ შეთი და ასე შემდეგ ჩამოდივართ ევერი აბრაამი და აბრაამი ისააკი, იაკობი და იაკობის ოჯახი ღმერთმა უწოდა ისრაელი.
გენეტიკით კი არ არის ეგა. ამ ოჯახს ისრაელი დაერქვა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იაკობ შეუცვალა ღმერთმა სახელი. იაკობი ცბიერს ნიშნავდა, მამაძახს, სხვა სიტყვებით, მოხერხებულს ცუდი გაგებით და ღმერთთან ჭიდილის დროს ცნობილი თავები 32 თავიდან ვეცნობით ამას შესაქმედი. ხვდებით თუ ღმერთი როგორ გაკვეთლის ჩაუტარებს და დააკოჭლებს იაკობს, რომელსაც მე ისრაელი დაერქვა და მთელი ამის შთამომავლობას ისრაელი. და ხან იუდათ მოიხსენება შტოს იუდა როგორც იაკობის ერთ-ერთი შვილის იმას ატარებს, ხო შტო იუდაში თავმავლები. ბენიამინიც ასევე იაკობის. აქ ოჯახის ისტორიაა. ერთი ოჯახის, რომელიც ერათ იქცა და როგორი პარადიგმა მთელი მსოფლიო ხალხებისათვის. არ არიან ესენი განსაკუთრებული ერის. ჩვენ ვიცით, რომ ეს მეჯოგეები იყვნენ, გაუნათლებლები. როგორ აიყო ამ ღმერთმა ამ ერიდან ხალხი გამოყო, გამოძერწა. ამ ერიდან გამოდის მეჯოგე ოჯახიდან გამოდიან მეფეები. გამოდიან მხედართმთავრები ძალიან კარგი, გამოდიან კარგი უკვე მეცნიერებიც, ებრაელები მოგეხსენებათ მე მსოფლიოს მოედნენ. და დღესაც ერთ-ერთ ჭკვიან ხალხად ითვლება, განსაკუთრებით ტექნიკაში, ფინანსებში, ეკონომიკაში და არა მარტო ვაჭრობაშიც. მართალია აქედან მთელი მსოფლიო შურით და ბოღმით აღსილი სატანამ ანტისემიტური განწყობა მიმოაბნია მოქალაქეებში და დაუძინებელი მტრები მას ოდითგანვე ყავს იზმაილიტიანები. ესეც აბრაამის შეცდომა იყო, ესეც ვისწავლეთ ჩვენ, ეს ძმები, რომლებიც მე გაიყო მათი გზა, ისააკის, მანამდე იზმაელი და იზმაელიტელები არაბები რო არიან. და მუდმივად ესენი შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებენ. დავითიც ახლა აი მე-10 თავში რო განვიხილეთ ბრძოლები, აი ეს შორეულ წარსულში მის ნათესავებს ეომება ესეც აბრაამის ძმისშვილის სამომავლობა, მოაბიტელები და ამონელები. არა დაახერხდება ამ ერის გაქრისტიანება, ეს ძველი აღთქმის ტერმინებით ვიტყვით. ესე იგი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა რწმენა, გაქრისტიანებას ახალი აღთქმის ტერმინია, წოდება არის ქრისტესი ტიტული, ხო, მირონცხებულს ნიშნავს. არა დაარხდება, ცოცხალ ღმერთს თვალყურს ადევნებენ ისრაელის სახით და ისინი მაინც წარმართები რჩებიან. ათეისტები კი არ არიან იმ გაგებით, რომ უარყოფენ ღმერთის არსებობას სამყაროში. უშვებენ ღმერთის არსებობას სამყაროში, ხოლმე თავისი წინა პირობებით. და არა ღმერთის პირობებით. ისრაელი ერის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, არა მარტო მაგითი არის. ესინება ღმერთმა, რომ ამ ერიდან გამოსულიყო კაცობრიობის ხსნელი იესო ქრისტე და ბიბლიის სწავლა იმით არის საინტერესო, რომ სარწმუნოდ გავხადოთ იესო ქრისტეს რწმენა და როცა ვიგვიტყვიან რაზეა დაფუძნებული რწმენაზე პიროვნება იესო ქრისტე ვინ არის ეს? და თუ ეს არ იცით, არათართ ამ რწმენაში ადვილად შეარყევს მოწინააღმდეგე. თქვა რელიგიის და აქედან გადაარბიან დენომინაციიდან დენომინაციაში, რელიგიიდან რელიგიაში. მაგალითად ცნობილი არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანები ბუდისტები გახდნენ, მერე ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლები მუსულმანები გახდნენ. ცნობილია გადაარბენა გადმრობენები. მერე რომელიღაცა მუსულმანი მართლმადიდებელი შეიძლება გახდეს, რომელიღაცა ცოტა ეჭვმიპარი, მაგრამ მაინც ასევე მერე ბუდისტიც შეიძლება ინდუისტი გახდეს ქრისტიანი. გადაარბენა გადმრობენი, ისინი რო გახდებიან ქრისტიანი, ეს ნამდვილი არის. ეს უკეთესი არის და სწორია, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ასე. პირიქით კი ვხედავთ გარბიან ქრისტიანობიდან ბუდიზმში მთელი ჰოლივუდის ეგრეთ წოდებული ზეპური ინტელიგენცია, აი კინოვარსკვლავებისაც წარმომადგენლები მთლიანად აიბენ აზიარებენ და ახმოვანებენ პროპაგანდას უწევენ აღმოსავლურ რელიგიას. აი ბუდიზმი და მისი ელემენტები ყველგან შემოტანილია. ასევე კონფუცის თეორიას, დაოსიზმს. მოკლედ, აღმოსავლური რელიგიით გატაცება სახეზე არის და ის ელემენტები თითქმის ყველგან შევიდა. მცდელობა არის ქრისტიანობაში შემოიჭრას და მცდელობა კი არა განახორციელა ოჯორ აშნეშმა, ასევე კრიშნამურტიმ. განახორციელეს ეს. ქრისტიანობა აურიეს თავის რელიგიაში და ახალგაზრდა ხალხის დაეწაფა მას და გახდნენ ოჯორ აშნეშის მიმდევრები. ასევე ქრისტიანობა აურია მუნმაც, ეს კორელი ლიდერი და რელიგიის ფუძემდებელი, მუნისტის სახელით, ეს მუნიზმით, რომელიც არ უარყოფს ბიბლიას, მაგრამ გადააკეთა, გადმოაკეთა და შეურწყდა სიმბიოზი მოახდინა. სხვა სიტყვებით, რა ბიოლოგიური ტერმინით ვიხართ, სიმბიოზი მოხდა. ესე იგი, ერთი მეორის შერწყმით წარმოიშვა ახალი. ეს არანაირად სწორი არ არის და დარღვევა ბიბლიისა. ბიბლია არ საჭიროებს დანამატებს ან რომელიღაც ნაციონალურ ჩარჩოში გამომწყდებასაც ვერ გებულობს. ქართველებმა საერთოდ ქრისტიანობა როგორც ქართული რელიგიად გამოაცხადეს და ქართულ ენაზე აამეტყველეს იესო ქრისტეც უცნაურია, ხო? ასეთ ზღაპრებით გავსებული არის ქართული რელიგიური სივრცე, ათასნაირი ზღაპრებით, ლეგენდებით, გადმოცემებით, რომელიც არ დასტურდება ეს ლეგენდები ბიბლიის თანახმად. ადამიანისთვისე არის დაამატოს რაღაცეები და ძირითადი გვერდზე გაწიოს. როცა ლაპარაკი არის ქართულ სივრცეში რწმენაზე, დარწმუნებული ვარ 10 გამოკითხვა, 10-ვემ შეიძლება არ გაგცეთ პასუხი იმ კითხვებზე, მე რომ 3 კითხვა რო დავსვა. და არა ისე ვახტანგ გორგასალი ძეგლი სადგას და ვინ დაარსა თბილისი. ეს არაფრის მომცემი არ არის. ეს რო არ იცის ადამიანმა და საერთოდ არ იცოდეს მთელი საქართველოს ისტორია, ამიტომ ის ჯოჯოხეთში არ წავა. მაგრამ ვინც არ იცნობს იესო ქრისტეს, ბიბლია გვეუბნება ის ჯოჯოხეთში წავა. ამას ბიბლია იცახის.
ვერქვას მორწმუნე და ბიბლიას იგნორაცია გაუკეთო, მე არ ვიცი რანაირი რწმენა, ასეთი რწმენა მოაბიტელებსაც ქონდა, ამონიკელებს და ნახეთ, როცა ისინი კარგად არ არიან ღმერთთან, რა შეცდომას უშვებენ. მე-10 თავში კარგად წავიკითხა. დავითმა მართლაც გულთან მიიტანა მეფის გარდაცვალება და ალბათ ამაგას კარგიც ახსოვდა ამ მეფისგან. საული როცა დაძდებდა, რაღაც დახმარება მან გაუწია ალბათ წინათავებიდან გვახსოვს ჩვენ ხო დავითის მდგომარეობა, რომ სასიკვდილოდ საული რო დაძებს. მაშინ ალბათ რაღაცა დახმარება გაუწია და კარგი ურთიერთობა აიგო ამ ადამიანებს შორის. გარდაცვალების შედეგად ამან კეთილინება გამოამჟღავნა და თანაგრძნობა გამოაცხადა და ეს ვერ გაიგეს მათ. და შეურაცხყოფა მიაყენეს დელეგაციას. წარმოგიდგენთ, ნახევრად წვერის მოპარსვა, დასაცმლის ნაწილების მოხსნა მუცელი გამოაჩინეს, ეს სამარცხინო თითოლებოდა და დავითმა თვითონ ამ ხალხს ურჩია იერიხონში გაჩერებულიყვნენ, სანამ წვერები არ ამოვიდოდათ ხომ. აი ეს ფაქტურად გამოწვევას ნიშნავდა და ომის დაწყებას. ძალიან დიდი არმიითაც, დახმარებიაც არამელებისგან, იგივე სირიელებისგან ითხოვეს ამონიკელებმა და გაერთიანებული იმით აპირებდნენ დავითის აღმასვლა შეეჩერებინათ. მაგრამ ნახეთ, დავითი რო ღმერთთან არის, გამარჯვებაზე მოიპოვა მას დიშვილი თავისი ნახევრად დაროყავს სერუიას შვილი იოაბი ის არის ძალიან ძლიერი და სასტიკი და დაუნდობელი თავისი დიშვილი აი ამის სარდლობით და მისი ძმის ხელმძღვანელობით ომი მოგებული იქნა ეს იოაბი სწორედ ის იოაბი რომელიმაც მერე და მერე რო ვსწავლოთ როგორც სიმკაცრეც იჩენს მერე და მერე თავიც რო გადაუდგება მერე და მერე დაარღვევს იმას და აბესალომს რო ყლავს ეს მისი ოჯახის წევრია ნახევარი დის შვილი არის და ამ ხრივ საინტერესო არის წიგნი, სულიერი გაკვეთილებიც ავიღოთ და არა მარტო ბიბლიდან, ნებისმიერი კარგი ჭკვიანი წიგნიდანაც შეიძლება გონიური წიგნიდანაც კაი გაკვეთილები გამოიტანოს ადამიანმა, როცა მას კარგი მიდგომა აქვს წიგნთან. და მით უმეტეს ბიბლია რო ღვთივსულიერი არის ეს წიგნი და ეს არ არის ადამიანის ფანტაზიით დაწერილი. ამით არის საინტერესო ეს წიგნი და დღეს გამოცხადება არ არის რომ ვინმე დაიტრაბახოს მე ღმერთი შემხვდა და დამელაპარაკა როგორც მოსეს ელაპარაკებოდა როგორც ელაპარაკებოდა პავლეს და შემდეგ ცნობილია პავლეს ძალიან კარგი რელიგიის წარმომადგენელი იყო ვიდრე დამასკოს გზაზე არ შეხვდა იესო და გაკვეთილები არ ჩაუტარა ის სამწლიანი არაბეთის უდაბნოში და შემდეგ ასე მოწინავეთა მოწინავე რიგებში ჩაეწერა იგი და 13-14 წერილი ახალი აღთქმისა თქმის 3-4 ამისი არის. ასე უცნაურია ღმერთს როგორ იყენებს თავის საქმეებისთვის ამა თუ იმ ადამიანს. ესე იგი მე მავოცებ და ყოველთვის რატო დაინტერესდა ამ მეთევზეებით და ასეთი უწიგნური ხალხი დაიმოწაფა და ამებმა გადაატრიალეს მთელი სამყარო. ცნობილი ამბავია რომ ქრისტიანობამ წლავრი გაქანება მოიპოვა მოციქულები გაიფანტნენ ინდოეთში თომა მოღვაწეობდა აქეთ ჩtildeო მხარეზე შავი ზღვისპირეთში ანდრია ავრცელებდა ამ ქრისტიანობას ეს ანდრია პეტრეს ძმა არის ამოციქულებში რო გადავალთ ახალი აღთქმაზე და ამდენად ჩვენ როცა ამას ესეთი სკრუპულოზურად დაწვრილებით ვსწავლობთ ჩვენი რწმენა აღარ არის ჰაერში გამოკიდებული არ არის მერე ფანატიკური რწმენა ეს არ არის სიგიჟესთან ნაყარი რწმენა გავკოტრიალდეთ იატაკზე დორბლები ვყაროთ ენებზე ვლაპარაკობ მე ეს გამომეცხადა მე ის გამომეცხადა არა ქრისტიანული რწმენა რაციონალური, რეალისტური რწმენაა და ეს რწმენა საშუალებას გვაძლევს ამ გაუსაძლის წუთისოფეშიც დროებით ცხოვრება კაცურად და ადამიანურად წარიმართოს. ამიტომ არის საჭირო რწმენა და არა იმიტომ, რომ მანდამაინც აქაუდა მოვატყუოთ, რომ 60-ში შესვლა მინდა და 3 მეტრიანი სანთლები დღე-დღამე ვეგდოთ სამების ტაძარში და ურახუნოთ თავი მჯურებს და ხატებს. არა მეგობრებო. ძალიან ბევრს ქრისტე ეტყვის არ გიცნობთ. ამიტომ რომ გავიცნოთ ქრისტე, ბიბლიის გარეშე ვერ გაიცნობთ. ვერც ერთი მხატვრის წარმოდგენით ქრისტეზე წარმოდგენა არ გექნება თქვენ. მხატვარი ყოველთვის თავის თავს ხატავს ხატებში. და ერთი ხატი მეორეს ისე გავს, როგორც რა ვიცი, აი ინკუბატორში ძიძილები რო გამოდის, ხომ? ან კონვეიერიდან რო ჩამოდის რაღაცა პროდუქცია, ხომ? ერთი და იგივეა სულ, ზომაწონებშია განსხვავება. თორე ყველაფერი ერთია. ზუსტად ასეა საქართველოში ხატები. სახელს დაარქმევენ, ეს დაჯდომის არის, ეს ადგომისა, ეს გადატრიალებისა, ეს გადმოტრია, ეს უშვილობისა, ეს თავის ტკივილის მოხსნის არის. და დააბეჭავეს ხალხი და გამოათაყვანეს. და ამ ხალხს კიდე არნაირად სურვილი არ აქვს აიღოს ბიბლია წაიკითხოს შეამოწმოს ის რაც ხდება საქართველოში წმენასთან ახლოა. შიოლაშვილი სწორად ქადაგებს, მოხდელი სწორად ქადაგებს და საერთოდ მოხდელის ინსტიტუტი სწორია. ბიბლია გვეგონება რომ მოხდელის ინსტიტუტი სწორი არ არის. მღვდლობა გააუქმა იესო ქრისტემ. რამდენჯერ ვთქვი ხომ? ბიბლიას როცა ავიკითხავთ, მივხვდებით რომ მღვდლის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს. მაშინ ისმის კითხვა რა უნდა არსებობდეს? მასწავლებლობა. ესე იგი, სუფთად გააპარსული ჩაცმული ადამიანი, მხოლოდ შეყვარებული ღმერთზე და ღმერთის სიტყვაზე ბიბლიიდან რომ მოდის, ასწავლიდეს კვირაში ერთხელ მისულ ადამიანებს, რომ გაიგონ ღმერთის სიტყვა და არანაირი მღვდლობა. მღვდლის ფუნქცია იყო გაწმენდა. განწმენდა მაშინ იყო საჭირო სანამ ქრისტე მოვიდოდა. და ამ რიტუალებს ადგილი ქონდა ძველ აღთქმაში, იცით ეგ თქვენ. მერე ამას არღვევს
ისრაელისელი და დააკვირდით ჩვენ ახლა სწავლობთ ეპოქას, რომელიც არის მე-11 საუკუნის დასასრული და მე-10 საუკუნის დასაწყისი. დავითი მიახლოებითად დაბადებული არის 1040 წელს, ბიბლიაში რამოდენიმე თარიღი მიახლოებითია და ვერავინ დავამტკიცებთ, რომ გინათურე ესეა. თუმცა მინიშნებები არის. გარკვეული თარიღებით ზუსტად არის გათხრების შედეგად დაზუსტებული და იმაზე არის მე აგებული და თუ ამას დავამატეთ პატრიარქების ცხოვრების წლებს და მეფეების გამეფებისას რაღაცნაირად შეგვიმუშავებდა ქრონოლოგია. და უკვე ქრონოლოგიაც ძალიან თეოლოგიებში აღარ არის დავაკამათი იმაზე, რომ ისრაელის სამეფო არსებობდა როგორც ისტორიული ფენომენი გარკვეულ სივრცეში და ისრაელის სამეფო თარიღებათაც კი არის, როდის წარმოიშვა მონარქია 1053 წლიდან 586 წლამდე ძველი წელთაღრიცხვი გულისხმობდა, აი აქამდე არსებობდა. მანამდე 722 წელს ეს თარიღიც უცვლელი არის ყველა თეოლოგებში, 722 წელს ერთი ისრაელის თუ არსებობას შეწყვეტავს, გადაასახლებენ სირიელები და ეცემიან და წაიყვანენ ასურელები უბრალოდ, მკაცრავად სირია სხვა არის, ასურეთის სხვა არის, ასურეთის სამეფო გაძლიერდა და სიქა გააძრო ისრაელ 10 შტოს. და 136 წლის მერე ნაბუქოდონოსორი მესამედ ლაშქრავს რა იერუსალიმს, მიწასთან ასწორებს, ანგარებს ყველაფერს და მთელ ხალხს მოხუცების გარდა და ღატაკების გარდა გადაასახლებს ბაბილონში 70 წლით ღმერთმა ასე გაისტუმრა ესენი. ეს ბოლო ციფრი არის 586 წელი, პირველი დარტყმა 606 წელი არის, როდესაც ბაბილონელები შემოიჭრენ. ბაბილონი თავის მხრივ აღზევებულმა სპარსეთმა დაამარცხა, დაიქვემდებარა და სპარსეთში გამოიცა ბრძანება კიროსის მიერ და 528 წელს ზორობაბელის ხელმძღვანელობით იერუსალიმისკენ 50000 კაცი მოეშორება და სრულიად დანგრეული ქალაქის აღმშენებლობასა და ტაძრის აღმშენებლობას მიჰყო ხელი. საინტერესო წიგნი არის მეგობრებო, ეს ისრაელი არის, რომ გააყოთ ეს რატომ არის ეს და რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ. ვინც ამას სწორად წაიგითხავს, სწორი ორიენტირებას დაიწყებს სამყაროში, პლანეტაზე და მე მგონი მადლი არ მოაკლდება მის ოჯახს. მე ასე ვიცი და ასე მჯერა და ასე მწავს. ამიტომ ამის კულტივირება აუცილებელია. და სწორედ ის გაკვეთილები ყვა ერთ-ერთი კიდე წინასახე იმისა, რომ იმ სუფრაზე, სადაც ზის დავითი და მეფიბოშეთი, რაზე ისაუბრებდნენ? ალბათ იმაზე ისაუბრებდნენ, რაც აქ ითქვა. ისაუბრებდნენ იონათანის სიყვარულზე. ერთსაც უყვარდა და მეორეს, თუმცა 5 წელსა იყო, რომ მამა გარდაეცვალა მას, მაგრამ მას მამაზე უყვებოდნენ ალბათ. წარმოდგენა ჰქონდა. და რატომ არის მეფიბოშეთი მათ წინასახე ცოდვილი მშვენიერი ადამიანისა? და სწორედ ის გავხსენეთ ჩვენ ადგილი, სადაც ეგ ცხოვრობდა, ებრაულში ნიშნავს ესეთი ადგილი, სადაც ბალახი არ არის, საძოვა არ არის, უნაყოფო ადგილი, ვის კარზედაც იმყოფებოდა, იმას ებრაულში ქვია მიეცა. მიეცა ეს მეფიბოშეთი ცოდვილ ბუნებას მიეცა, ესე იგი ჩვენ მეფიბოშეთის ესე იგი ვართ იქამდე სანამ ორ ფეხზე ვკოჭლობთ, ცოდო დაცემული ვარ და ქრისტეს სწორედ ის პიროვნება მამამ რო გამოუშვა და ამის მეშვეობით ჩვენ რომ მამასთან უნდა მივიდეთ. აკი, აქაც მოხმობილი იყო მე-14 თავი იოანეს სახარებიდან მე-6 მუხლი, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. აი ეს არის დავიწყებული საქართველოში. და საქართველოში ყველა მჯიხს ირახუნებს, კერჩი რა მართლმადიდებელი ვარ, მართლმადიდებელი და პრაქტიკულად რა შეადგება მართლმადიდებლობა ქართველებს ვერაფრით ვერ მაჩვენეს. ვერ დაგვაჯერეს, რომ მათი მართლმადიდებლობით როგორც პირადი ცხოვრება აყვავებული, ისე ქვეყნის ცხოვრება. არა, ეს არის ისე რა, რაღაცა ბრმა რელიგიურისა და მარქსი რო ავაყენოთ ახლა, ისე ვიტყვის, რომ რელიგია არის ოპიუმი ხალხისათვის. აბანგულ გამოთაყვანებული ნაციონალური ხატებით ამოვსებული არქეტიპებით გამოსული ეკლესიიდან კაცი ისეთი აგრესიულია, სხვა არაფერი არ დარჩენია თუ არა რუსებს აგინოს და თურქებს. და ანტითურქულიც მე მგონი მაგათი დამსახურება ამ დროს ორმაგი სტანდარტით მუშაობს შიოლაშვილი. ერთი შემთხვევაში კათოლიკე პაპს სტუმრობს, მეორე შემთხვევაში მმკ-ს კავშირის აქციებს აწყობინებს. გაუცდებით საქართველოს რა ქვეყანაა. ევროპული თვალიდან რო დაინახავთ გული აგერევა. კაცს სტუმრობდა ჯერ ერთი რას ქვია? აგრესიული არის ის პაპი. როდის ნახეთ თქვენ კათოლიკე პაპი აგრესიული? შუა საუკუნეების იმას რომ მიაწებებთ ამას, ეს ხო სწორი არ არის. არნაკლებად აგრესიული იყვნენ კომუნისტი მართლმადიდებლები. შიოლაშვილი მაგალითად. არასოდეს არ შეუწყალებია არავინ კომუნისტები რომ ხვრეტდნენ სამხედრო ნაწილები რომ შეცვდნენ თვითფრენავში და ბიჭებს დედა უტირეს და გოგოს ციხეში აბორტი გაუკეთეს. არც ფსიქიატრიულ მეებში არ დაგიდებდა და არ შედიოდა და არ ეუბნებოდა პავლე ზურაბაშვილს რომ არ ჩაეტარებინათ ის ცდები წამლებს რო უკეთებდნენ დისიდენტებს და სასტიკი წამებით ქალის ნაჟი შამარაური და მისი ოჯახი მიწასთან გაასწორეს. ასევე მოვიდა ყველა იმას გამსახურდა ეს სულას. ამას ახმა არ მოუღია. და ამის რელიგიურობა და რწმენა ვერაფრით ვერ გავიგე რაში გვადგება. 9 აპრილი იყო არაფერი არ გააკეთა. გამსახურდი აკრთხა და როგორ დაამთავრა იცით. სააკაშვილი აკურთხა და როგორ დაამთავრა იცით. მე ვერ გავიგე ამის კურთხევას რატომ მოყვება ცუდი რა შედეგები. კურთხევა იმის კურთხევა არის, რომ სიტყვა კურთხევა არაფერს ანიშნავს, მაგრამ სხვა ენებზე ანიშნავს ისეთი სიტყვის წარმოთქმა და თან ეს სიტყვა კეთილი, რომელიც სრულდება.
და ძველი ქართული კურთხევა შეიძლება აბსტრაქტულად შეღერდეს ახლა და არის რომ გავშიფროთ ეს ისეთი სიტყვის წარმოთქმა ღვთისმიერი კაცის მიერ, რომ ყველაფერი სიკეთე გეწევა შენ. რა სიკეთე ეწია გამსახურდიას მის ოჯახს, შევარდნაძეს და მთელ საქართველოს, ამის კურთხევით მაინტერესებს და რა სიკეთე ეწია სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოს და რა საკეთებდა შიოლაშვილი მაგ დროს. ან ეხლა რა საკეთებს? არაფერს. მუსიკებს წერს, ლექსებით გატაცებულია, ინტერვიუში ჩავიტავ რა ერთი სიტყვა არ ვთქვია ქრისტეს, ბიბლიაზე. არაფერი. ამდენად აი ეს ყალბირწმენა, რომელიც საქართველოსია გაბატონებული, არანაკლებად გვხვდება ჩვენ ესეთი სრულწმენები ბიბლიის ფურცლებზე. და მხოლოდ ნამდვილი წყარო, ცოცხალი რწმენა, რომელსაც მიუძღვის აი შტო, დავითი შტო და ჩვენ ამას მივყვებით ამხას, ჩაგვიყვანს იესო ქრისტემდე. და მე იესო იტყვის, მე ვარ წყალი, ვისაც ყურია, მოდით და აიღეთ, ჩვენ არასოდეს არ მოგწყურდებოთ. ჩემი ტვირთი მსუბუქიავი. მოდით, ტვირთ მძიმენო და მოგეხსნებათ ეგო. ამას იწვის მე ახალ აღთქმაში განკაცებული იესო ქრისტე. რომ კარგად გავიგოთ ახალი აღთქმა, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ამიტომ ვსწავლობთ ჩვენ ამას და დავითი არის სწორედ იშტო, საიდანაც მოდის იესო ქრისტე, ის გენეალოგია, რომელიც მე პირველი წიგნის ნეშტაში არის პირველი 9 თავი და ახალი აღთქმაში გვხვდება მათესთან და ლუკასთან. საოცრად სარწმუნოარი ვიწამოთ, რომ ჩვენ წინ განკაცებული იესო ქრისტე არის ის დაპირებული მესია, ჯერ კიდე კაცობრიობის გარიჟრაზე ადამიანსა და ევას დაპირდა და ასე მოხსნა მანის ტანჯვა, რომელიც სოდვასთან არის წინაყარი და კუდომასთან, საბოლოოდ ღმერთის დაშორებასთან. მადლობა მას, რომ ეს შეასრულა. ახლა ის გადაგვიჩენია, ჩვენ შევამოწმოთ, ბიბლია ღმერთმა დაგვიტოვა ყველა ენაზე, ყველა კაცობრიობის, რამდენი ენაც არსებობს, იმდენზე ბიბლია არის, რო იცოდეთ. სადაც არ არის ამ ხარვესაც ავსებენ, მაგრამ ძირითად ცივილიზებულ ენებზე თარგმანი არის ეს. არაბულათაც არის თარგმანი, კორეულათაც არის, ჩინურათაც არის თარგმანი და ასე შემდეგ. აღარაფერს აღარ ვამბობ ევროპულ ენებზე და ის ხარვეზეც ამოისვა, რომ ნებისმიერ ქართველს ქართულ ენაზე რამოდენიმე თარგმანი, ბოლო თარგმანი უკვე ჩასწორებული, ადრინდელ თარგმანებზე ბევრი შეცდომები ტექსტოლოგიური, გრამატიკულად, ორთოგრაფიულიც და არა მარტო ორთოგრაფიული, ეს ბოლო იმებში ასე თუ ისე გამოასწორეს და გამოსწორდა. ნახეთ როგორ მუშაობს ღმერთი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეს წიგნი დაკეტილი დახურულია და უფრო მეტად წმენა ჩამოკიდებულია მღვდელზე, ჩამოკიდებულია ხატზე, ჩამოკიდებულია დღესასწაულებზე და არის ერთხანეთის მილოცმოლოცვები, ყოველი დღე რაღაცის დღეა, ვიღაცის დღეა და ამას არაფერი შედეგი არ მაქვს. რა ხეპრეც იყო ადამიანი, ისევ ის ხეპრი არის, ისევ ის აგრესიულია და ყველა მართლმადიდებელია და ტელევიზორში რო ნახავთ, ადამიანის ელემენტარული კულტურა არ აქვს. დაჯდნენ და ერთმანეთს მოусვენ. არის დედის გინება, არ დაგიდევენ ასაკს, 80 წლის იქნება 70, პატარა შეაპარაკების მერე ერთმანეთს ხო კარგად გალანძღავენ. მერე დედის გინებაზე გადავლენ. მერე ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავლენ და აი ესეთი ამონარიდებიც ბევრი კრებითი ვიდეო ისინიც არსებობს. შეგბრძანდით და ნახეთ, ვისაც აინტერესებს. როგორი კულტურა არის დებატებისა. არა და ყველას რო გითხო, ყველა მორწმუნე არის, ყველა მართლმადიდებელი. ყველა ერთხმაში ლაპარაკობს. არავინ არავის არ უსმენს. მხოლოდ ქრისტიანები შეუძლიათ ეგ რომ მოსმენა ისწავლონ, სხვასაც პატივი სცენ. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს სხვისი აზრი მოусმენენ. მერე თუ ისეც მოისმენს, ესეც ილაპარაკებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი და რატომ არის შეურაცხყოფილი ადამიანის სხვისი აზრის გამოთქმის, ეს უკვე ფილოსოფოსებმა იმუშავეს ამ საკითხს და თავი რო დავანებოთ ბიბლიას, ბიბლია კი ერთი სიტყვით გადმოგცემს, ცოდველი ბუნების გამო არის ესო. ფილოსოფოსებმა უფრო ცნებებს ჩამოასხეს ეს, ფსიქოლოგებმა კიდე დაამატეს მთელი რიგი რაღაცები და მთელი რიგი ანალიზი და გამოკვლევები დაგვიტოვეს, ხომ? სიღრმის ფსიქოლოგებმა, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მიმდევრებმა და ასევე იდეალისტ ფილოსოფოსებმა. ეს ყველაფერი მოქცეულია წიგნებში. მაგრამ დავანებოთ მაგას თავი ბიბლია უფრო კონკრეტულ და ნათელ პასუხს მაძლევს ამაზე. ადამიანი სანამ ცოდველი ბუნებაშია, მისი დაბადებიდან მისი გული ბოროტებისაკენ მიდრეკილი. ესეც მე მგონი აქ ციტატაც მოიხსენიეს, მე მგონი ესა ირემიას მეჩვენა თავის მე-9 მოხლი. ხომ? აქ წაკითხული იქნა თუ მიაქციეთ ყურადღება. ასე რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ ჩვენ მე-9 თავს და გითხარით ეს წიგნი მოიცავს 24 თავს და პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი 10 თავის ჩათვლით, ეს არის დავითის ზიესვლა, გაფართოება საზღვრებისა, დაანჭკვიანი პიროვნება. დავითი ვკითხულობთ ამას მეორე მეფეთას მერვე თავში. თუ გახსოვთ, ავიკითხეთ და იქ კარგი ერთი მუხლი არის, სადაც ასეა დახასიათებული დავითი. ერთობჭკვიანი, საზრიანი და კარგი პოლიტიკური მოღვაწე, თანამედროვე ქართული გეუბნებით. აი ეს პიროვნება მართლაც გააფართოებს საზღვრებს, დაემორჩილებს ყველა გარეშე მტრებს და დაავალდებულებს და დახარკავს. და სიმშვიდე ასე გადასცემს მერე სოლომონს თავის შვილს ამ სამეფოს, სადაც სოლომონის საერთოდ ერთი ომიც არ ქონია მას. ხო, დავითი კი მეომარი იყო იგი და დაუძლურდა და 70 წელს ამიღწეული კაცი მანამდე ცოტა ადრე კიდე ისე დაავადდა, სციოდა. სამედიცინოზე რო ვთქვათ, სისხლის მიმოქცევა არ იყო ძალიან ძლიერი
და სულ სიცივე აწუხებდა და აღმოსავლური ტრადიციის თანახმად მოუყვანეს ქალი, სულამიტი, მერე ის ქებათაკებაში არის მოხსენებული, სულ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ათბობდა, მაგრამ მასთან კავშირი არ ქონია მას სექსუალური კავშირი. და მერე სწორედ ეს ქალი მოინდომა მისმა შვილმა ადონიამ, რომელიც მერე განუდგება ტახტზე მოინდომებს ასვლას და ატყდება თელემები, რომელსაც მერე გავეცნობით გზადაგზა მე-11 თავიდან როიწყება უკვე დავითის დაღმასვლა. ეს არის ასაკი სადღაც პირობითი არის, მაგრამ მაინც გეტყვით 11 წლის ასაკში დავითი საიდუმლო იმით მირონი ეცხო რა კურთხეს მეფე 11 წლის ასაკში, 19 წლის ასაკში იგი გოლიათს ამარცხებს, 20 წლის ასაკში იგი საულის კარზეა, ბრძოლობს და 24 წლისგან უკვე დაძდებს საული მოსაკლავად. 30 წელსა მეფედ გახდა, შემდეგ ერთიანი სამეფოს მეფედ წარმოიჩნდება, 33 წელი ერთი იყო, 40 წელი. ამას თუ შევკრებათ, მივიღეთ მის წლოვანებას დაახლოებით დაბადებული არის 1040 წელს და გარდაიცვალა 970 წელს. 971 წელს სოლომონიადის ტახტზე 71 წელს და უკვე ეს განაგებს ტახტს ერთიან ისრაელის სამეფოს, რომელიც ბოლო იქნება და ამის შვილის ტახტზე ასვლის შედეგად 931 წელს ქვეყანა ორად იყოფა. ორად გაყოფის ისა ჩვენ აგერ დღესაც ვართ მოწმეები, გერმანია იყო ორად გაყოფილი, კორეა გაყოფილი ორად და სავსებით შესაძლებელია, როცა ვერაგვარებენ ადამიანები ურთიერთობას რაღაცა პოლიტიკური მოსაზრებით თუ რელიგიური მოსაზრებით, უნდა გაიყოს მოსავალ. მაგალითად საქართველოს გაყოფილი ორად არის პრორუსული და პროევროპული. უნდა შეწყდეს დავაკამათი და ვინც პროევროპულია, შევიდეთ პროევროპულში. ნახევარი თბილისით შევიდეთ, მე მომხრე ვარ ამისი და ვისაც უნდა რუსეთი დარჩეთ რუსეთში. არაფერი პრობლემა არ არის. გლობალიზაცია და გადავიდეთ, გადმოვიდეთ. მინდა ცხოვრება, მაიძულებ თქვა საქართველოში ცხოვრება. მინდა კანადაში ცხოვრება. დაამანებოს თქვა სიტყვაზე ვიზახი ოჯახის წევრებმა თავი. შენ დარჩი საქართველოში. მაყარებ ამას ხომ? ჩვენ ხო შეგვაწუხეს გარკვეული გაგებით ვიღაცებმა, რომ აი ეს უსამშობლო. იჯიქი კაცო შენ საქართველოში რა გინდა? ზუსტად ესეა გაყოფილი ხო? არიან პროევროპული ხა წარმომადგენლები და რომელიც ცდილობენ ის პარლამენტში შევიდნენ, ეს წარმომადგენლები და ისევ გააგზელონ გზა, არიან ამის მოწინააღმდეგები. ძალიან ადვილად შეიძლება ეს მოგვარდეს ასე. გაიყავით. აგე ისრაელის ისტორია. რა ის წარმოიშვა ის ნიადაგზე. არც პრო-ბაბილონური იყო ერთი და არც მეორე პროეგვიპტური. ეკონომიკის ნიადაგზე წარმოიშვა განხეთქილება. ისე გაზარდა სოლომონმა გადასახადები ამ თარამხანე ჰქონდა 1000 ქალი და აქედან 700 ცოლი და 3000 პოლიტიკური ქორწინებები რო ქონდა, მასაც ჰქონდა ამის დრო, სასახლეები თვითონ-თვითონ წარმოიდგინეთ, მათი მოვლა პატრონობა როგორ დააწევოდა მოსახლეობას ისერზე და ბეგარა ქართულად, ეს ბეგარა ისეთ დონეზე გაზარდა, გაწყდა ხალხი წელში. და ამის სათხოვნად მივიდნენ რობოამთან, რომ იქნებ შენ მაინც შეამცირო ამან პირიქით გააკეთა. მე უფრო მაგარი მადამაქო და ამის გამო 10 შტო განუდგამას. ჩვენ ამას მერე გავეცნობით მესამე მეფეთა ციკლს რო გადავალთ. ერთობ საინტერესო მოგზაურობა ამ ხრივ, როცა მას ვკითხულობ და ჩვენი ცნობიერებაც გამდიდრდება, სულსაც გავიმდიდრებთ და უფრო კარგად გავიგებთ რა არის რწმენა, რომელია ცრუ, რომელია ყალბი. აღარ გვექნება რაღაც ახირება და აღარ დავეტაკებით ყელში რომელიღაცას მართლმადიდებელს. თუმცა დოქტრინალურად მე ყოველთვის ყელში ვეტაკები მას. არ შეიძლება ადამიანი ამდენი ხანი ატყო რა. ჯერ კომუნისტებმა გვატყვეს 70 წელიწადი. კომუნიზმში არ შეგვიყვანეს. ეხლა ესენი გვატყვევენ. კომუნისტები როცა იტყვებოდნენ კომუნისტ სავაშოვნებს და მოტყუდა ის, ვისაც წამდა და ჯეროდა. მაგრამ მე არასოდეს მოტყუებული არ ყოფილვარ. ხო, მხილებული იყვნენ ისინი ტყუილში და პირადად მე გამოვეყე მათ, შეიძლება იცხოვრო ეგეთ გარემოში და გამოყოფილიყო. არაფერს არ ვიზიარებდი. არც ვიყავი ბუნტარი და არც მიტინგებზე არ ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ღმერთიდან იყო ეს ყველაფერი. მე ვგავდი იმ ისრაელს, რომელიც ბაბილონის ტყვეობაში 70 წელი ტკბილად იყო იქა, არ ხიპიშობდა და გამოიცა ბრძანება და დაბრუნდა უკან. ვის უნდა უჯაყდა? აი რას თუ ღმერთით მიდის ყველაფერი. ასე რომ ყოველგვარი რევოლუციური გამოხდები, მიტინგები და ჩვენ დაგვაზარალა ქართველ მეერმა. ქართველ მეერმა დაანტკიცა, რომ ქრისტიანი მორწმუნე რომ ყოფილიყო, არ აჯანყდებოდა ეს. თვითონ ღმერთი დაშილდა საბჭოთა კავშირში და ტკბილა პიპინით გავიდოდით ევროპისკენ. ახლა კი ნახე როგორი დარტყმა მივიღეთ, ადგილი ჩამოგვაჭრეს, შემოგვესია უამრავი ხალხი, არასწორი წმენისა გამო ჩვენ ვართ საოცარ მდგომარეობაში, ვეღარ გავიგეთ რას ვაშენებთ, როგორ ვაშენებთ, მაგრამ მე ვცდილობ მაინც კარგი დავინახო და ის მიღწევებზე გავავახო და აქცენტი დავსვი და სწორედ იყოს ზემოთ ნახსენების რაც იყო. და ამას უნდა კიდე ცოტა გაღრმავება და თუ ვინ მოვა ბნელი ძალები, თუ ვინმე მოვა ასეთი, ეს უკვე ღმერთიდან არის მეგობრებო, რომ ჩვენ კიდე ვისჯებით. ჯერჯერობით 25 წელი ქართველი ისჯება. იყო პატარა გამონათებელები, მაგრამ მოსახლეობამ ეს არ შეიშნოვა, იმიტომ რომ არ გასწორდა მთავარი, ვინც მოდის, სწორი ორიენტირი უნდა იყოს რწმენაზე. მაშინ ჯობია ესე ათეისტი იყო რა. რა თქმა უნდა, ახლა ყრუ რელიგიური რწმენა სანთლებით სააკაშვილი რო გუმბათებზე დაბობღავდა და ეს რო კიდე იღლებს უკოცნიდა ღარიბაშვილი და ფეხებისა და ხელების კოცნა მარგველაშვილმაც რო დაიწყო მღვდლების. კაცი ფილოსოფოსობდე და ვიღაცა ტოლოს კოცნით ესე მე არ მესმის. არ რწმენა ეს რას გვატყუებ ხო?
რა საჭიროა ესა? და მაგდენი არის, აიღე ბიბლია, წაიკითხე, დაამუშავე და მიხვდი პრეზიდენტი ხარ, შენ სიტყვას მეტი ფასი აქვს, ვიდრე თავშოთ რეზო ბაქრაძის, რომელიც ლაპარაკობს YouTube-ზე. ახლა ვის უფრო მოусმეს მოსახლეობა, ხო, რომელიც აზროვნებს ჩინებით? პრეზიდენტს ხომ? მან რო ისი ლაპარაკობს, მე რასაც ვლაპარაკობ. მაგას დამაჯერებთ, რომ ქართველი არ მოусმენს. როგორ კაცოს დაუპულა ქართველი? როგორ ქართველს არ უყარს მოსმენა? უბრალოდ ქართველის ერთი მინუსი ის აქვს, რომ რაც არ უნდა ოქროპირი იყო, პირველ ადგილზე სვამს კითხვას. რა დაამთავრე? ვინა ხარ? რა სტატუსი გაქვს? და ჩაიქრემე ხელს. ერთ სუფრაზე ერთი მაგალითიც გითხარით, როცა ვიმყოფებოდით ინტელექტუალური ხალხი იჯდა იქა. წამოდგა ერთი პიროვნება და ძალიან კარგად ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორია. ძალიან მაგარი შეყვარებულ ყო საქართველოს ისტორია, თითქმის ყველაფერი საქართველოს ისტორია, ძველ ქართული ასე ყველაფერი ამ კაც ხონდა თავში. მოკლედ, მისი ღმერთი საქართველო იყო და ბუნებრივია, ხომ? უნდა სწოდნოდა ყველაფერი. დოკუმენტები და წერილები და თვითონ ჩხაპნდა რაღაცებს. როცა იმ სუფრაზე ასეთ დისკუსია გაემართა საქართველოს ისტორიის ირგვლივ, ამა ყველა დაჩაგრა საუბარში. მეც იმ სუფრაზე ვიმყოფებოდი მის გვერდით. ამან რო დაუშვა ლაპარაკი და მის შესულით, ესე იგი, ყველა დაიქვემდება რა ამან, მის ინტელექტი აღემატებოდა ამ საკითხში, ყველაზე ინტელექტზე, დანარჩენები შეცდომებს უშვებდნენ. დაამთავრა საუბარი, ერთ-ერთმა ისეთი რამე უთხრა. რა დაამთავრეთ თქვენო? ამან უთხრა არაფერიო. მართლაც მას არაფერი არ ჰქონდა დამთავრებული, ინსტიტუტიდან გამოვიდა, რაღაც შეემთხვა და თელი ამბავი. და იმის მერე ამას აღარ უსმენდნენ. მე ეს დეტალი დღესაც მახსოვს. რა უცნაურია ქართველი. მე ჩემ თავზე გადმოვიტანე. ვარ თუ არა მე ესეთი მეთქი ამას ვქეკავდი. ადამიანს მოსმენი თავში რას ატარებს, ის მას ვიღებ თუ რას წარმოადგენს. ჯერ ქართველი ვერ გაცდა ამას. ქართველის დიდი მნიშვნელობა რა დაამთავრე. რა გაიარე, რამდენი ენა იცი. რა თქმა რამდენი ენა იცი, რა შეგიძლია შენ. დააკვირდით, დავით იყო მწყემსი. ვერ მართა ქვეყანა. გაიარა იმან ამერიკის კურსები. იქნებ საული იყო ის აკადემიკოსი. ან სოლომონი. აი რა ისწავლეს ამერიკა? აუცილებელი არ არის რომ ანდამაინც უმაღლეს დამთავრებული და აკადემიკოსი მართავდეს ქვეყანას. შეიძლება მეჯოგე მართოს ქვეყანა და ძალიან მაგრად. თუ მასთან ღმერთია. ახლა რა მორწმუნე ვართ ჩვენ ქართველიერი, ჩემთვის გავგებარი. ამდენი მორწმუნე და ასეთი უგზოუკლოობა. რა გვინდეს ბუტაფორია რელიგია? რა გვინდა ესეთი სახელმწიფოში კიდე კლერიკალური სახელმწიფო თავისი მკაცრი კანონებითა და თავისი რაღაცა ტოლოს სწავლა განათლებით. რა გვინდა ეს უკან არ დაგხვევს და დაგხვია კიდევაც. არაფერი არ ხდება ჯერმან და ის გაღიზიანებული ნაწილი ახალგაზრდებისა, რომლებიც ცინიკოსებად მოგვევლინენ, თავის ცხოვრებაც და შენება დაიწყეს და მე მაინც ეს ისე პროგრესულად მიმაჩნია. ისინი ხო მაინც რაღაც საკეთებენ, რაღაცას შოულობენ და 20 წელს ხალხმა შრომა ისწავლა. საბჭოთა კავშირში 20 წელს კაცი შრომობდა. არავინ არ შრომობდა. ყველა დიპლომ დადებული სახში იჯდნენ და ყველას უნდა თანამდებობა. ვინ წავიდოდა ქარხანაში, ვინ წავიდოდა ნიჩაბით ხელში მშენებლობაზე. დღეს ეს სახვეწარი სამუშაოები გახდა. ამ ხრით იყო რომ აღნიშნე რომ წასული პრეზიდენტმა ცოტა გადაამლაშა მეთქი და არ შეიძლება კაც ეტაკოდა და თავის ბიზნესზე დღავი გააძრო, ხომ? აცალე რა კაცმა იმუშაოს, ფული კაც ხო არ აკლავს კაც. კაცის მკვლელი დაიჭირეს შენ, თოფით რო დაადგება, ფურდავი დაიჭირე, ყაჩაღი რომელიც ამართვა ბიზნესს აკეთებს კაცი და შენ აღჩოფ მაგას. აი ივანიშვილმა ცოტა ეს მოუშვეს კამარი. აი ეს არის ჩემთვის პროგრესი მეთქი ამ ხრით, რომ ისე ძირეული არაფერ შეცვლილა და საშუალებასაც წარმოადგენს ეს. კარგი იქნება რომ ცოტა რელიგიური მესაც გადახედოს ჩვენმა ინტელიგენტებმა. რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი დუმილი ინტელიგენტებისა ბიბლიასთან დამოკიდო. ყველაფერზე ლაპარაკობს, გაარჩიეს თუთაშხია თითქმის ყველამ. ახსოვს მთელი დისკუსიები წლის განმავლობაში მიდიოდა თუთაშხისგან, ყველა მიიღო მონაწილეობა. ტელევიზიაში განხილვები იყო. არ დარჩენილა ლიტერატურაც ცოდნე, ესეისტური ნაშრომი არ მიეძღვნეს თუთაშხის განხილვას. ამ ბიბლიას არ ჭირდება ეგა. არანაკლებად გასარჩევი არ არის ეს წიგნი? რატომ ინტელიგენტები ამით არ არიან დაკავებული? ვინ უკრძალავს ამას? ალბათ მართლმადიდებლური ორგანიზაცია. არა, ბიბლია თქვენ არ უნდა წაიგდო, არ შეიძლება. ეს მარტო მღვდლების პრეროგატივაა. მღვდელზე ჩამოკიდებული კაცი კიდე ნურას უკაცრავად ბიბლია იცოდეთ. ბიბლია საერთოდ არ კითხულობს და თუ კითხულობს, თავისი ზღაპრებით გაჯერებული ბიბლიას მოგაძვირს და კისერს მოგატეხინებს. იმიტომ რომ ბიბლიის სწორი წაკითხვა ნიშნავს ლიკვიდირებული იქრას სამღვდელო ინსტიტუტი. მღვდელობა გააუქმა იესო ქრისტემ კიდევ მეორე. დავითის დროს გადახედეთ მღვდლებს და ლევიტელებს მან უკვე ფუნქციას აღარ ასრულებენ. ამიტომ ღმერთი რას აკეთებს? წინასწარმეტყველები წამოაყენა საზოგადოებიდან და იქმნება წინასწარმეტყველების ინსტიტუტი. და 16 წინასწარმეტყველი, ამათგან 12 მცირე შრომის რუარი და 4 დიდის გავეცნობით ისაიის თამადობით და მალაქის დასასრულით. ჩვენ ამასაც გადავხედავთ და გავიხსენეთ მაგ ისტორიულ ეპოქასაც. რა ისტორიულ ეპოქებში წარმოაჩინა ღმერთმა, რატო აღარ ენდობოდა მღვდლებს და ლევიტელებს? იმიტომ რომ თანდათანობით ისრაელიერი ღმერთს შორდებოდა. რაღაც შორ წავიდე დავითი ასეთი მოსიყვარულე კაცი, რა შეცდომებს უშვებს მე-11 თავში და მე-12-ში მე მომავალ კვირას კარგად გავეცნო. აბსტრაქტული წიგნი არ გვჭირდება, სიცოცხლის წიგნია, ასე მოიხსენია ბევრმა, ვალტერ სკოტმა, პუშკინმა, ბელინსკიმ. ბიბლიას ესენი არაჩვეულებრივი წიგნად თვლიდნენ. ჩვენ ეს გვაკლია სამწუხაროდ ქართულ სივრცეში უფრო მეტად
ვეფხვის ტყაოსნის ციტატები შიულაშვილის ინტერვიუში უფრო მეტი ვეფხვის ტყაოსნის ციტატები გაისმა, ვიდრე ბიბლიიდან. ისე მე აგერ ამხენის კაცი ვარ უკვე და მე შიულაშვილიდან მე არასოდეს არ გამიგიარი ღმერთი. არასოდეს მისგან მე არ მომისმენია, რომ იესომ რა გააკეთა, ვინ იყო ეს აი დავითი, სოლომონი, მაგის მოვლებაში გარშედეს. ეს არის ისე ზის, რა, აი როგორც დაჩუტული პრეზიდენტი გვყავს ჩვენ მარგველაშვილის სახით. ასეთივე დაჩუტული უწმინდესი და უნეტარესია რელიგიის თვალსა. არაფერს არ აკეთებს ეგა. მღვდელი უფრო რაღაცა სწვალობს და ფოხიალობს იქ, მერევი ყავს და მკვდრები და რა. ეს ისე არის, გამოასვენებენ, შეასვენებენ და ანანატრი მასია რა. პირდაპირ 64-ში ეს კაცი. ვაი რომ ცუდი დასასრული ელოდება. კაციშვილს არ ეცოდება და არ უყვარს ეს კაცი. თორე ეს არასწორ პოზიციებზე დგას. საბჭოთა კავშირმა გვიანდერძეს, საბჭოთა მართლმადიდებლობამ გვიანდერძა ეს დემოკრატიული მართლმადიდებელი რო გახდა. სახეზეც არის ძირითადად მოსახლეობის იმაზე და წაირეკლება. გაუთავებელი ყოველ დღე ახალ-ახალი ხატები Facebook-ზე. შეიძლება სამჭედლო გახსნას კაცო. რა არის ეს გამოთაყვანება მოსახლეობის ხალხო? ეს ხო დარღვევაა ბიბლიური ჭეშმარიტების ღმერთის სიტყვასო არანაირად ხატი არ შექმნათ არავის და არაფრის. იესო ქრისტე თვითონ დახატავდა თავის იმას და დაგვიდებდა ხო? ყველაფერი შეეძლო მას. ახლა შეუძლია ცაზე გამოხატოს თავისი სახე. ეს შესაძლებლობა თუ მას არ აქვს ღმერთი არ არის. მან გითხრა არ გააკეთოთ ესო. არანაირი საშუალებით, არანაირი სასიცოცხლო ფორმაში არ გამოიხატოს ჩემი სახეო. და არც მოციქულების. არავის. უბრალოდ ეს მხატვრებმა შემოიტანეს მოქანდაკეებმა, ესეც უკავშირდებოდა კათოლიკურ ეკლესიას და კათოლიკური ეკლესიიდან მერე გამოსული მართლმადიდებლობამ გადამოიტანა ხატები და იმებს ქანდაკები დაუტოვა. ეს რა თქმა უნდა არაბიბლიურია და დარღვევა არის იმ ჭეშმარიტებებისა, რომელიც ღმერთმა მოგცა იმ 10 მცნებაში და პირველი 2 ცნება აუცილებლად უნდა იცოდეს ადამიანმა. თუ კარგად შევისწავლეთ 10 მცნებას, თითქმის 10-ვე მცნება საქართველოში დარღვეული, არა მარტო საქართველოში, დარღვეული პლანეტაზე და ჭირიც მანდედან არის მეგობრებო. რაც ისამთ ამ ჭირს ჩვენ გაუძლებთ, ქრისტემ გამოგვიხსნა და ჩვენ ველოდებით ქრისტიანები მომავალს იმედი დარწმენით. კომუნისტებმა გვიღალატეს, მაგრამ იესო ქრისტე არ გვიღალატებს. კომუნისტებმა კომუნიზმი ვერ აგვიშენეს, დაგვინგრეს, მერე თვითონაც გამოვიდნენ და გვეუბნებიან, იცით რა, ეს ბოროტება იყო. სასწრაფოდ გადაჯდნენ და გაკაპიტალისტდნენ. ისევ ის კომუნისტები. ხალხი კი გაამათხოვრეს, ქარხნები წაართვეს, მინდვრები წაართვეს, დატოვეს. უსახკარონი და გადაყარეს საქართველოსთან საშოვარზე. და ასრულდა თუთაშხიაში ჩაწერილი ის. ბიზნამის მსგავსად ჩვენ საშოვარს გადაგებული, გათითუკაცებული, საბალახოთ მიდენილი ერი. ხო ასრულდა ეს. ნახე რა წინასწარმეტყველება. პროფეტული იყო ეს ნაწარმოები, რომელიც 73 წელს დაიბეჭდა, პირველი ტომი დათა თუთაშხიასი. და იქ არის ჩაწერილი ეგა. სანდრო კარიძე როცა ლაპარაკობს ეს თავი თუ გახსოვთ ხო? ასე რომ ჩემოკარგებო, ეს არგის მომცემი არის და უფრო კარგად გაგვაგებინებს ჩვენ ამ წუთის სოფლის ფილოსოფიასაც, ფსიქოლოგიასაც, ეკონომიკასაც და ხელი არ წამოვკრათ, აგერ მე ვარ ამის ნათელი დადასტურება მიცნობთ მე თქვენ. მაგრამ ქართველი მოიხსენებათ ქართველი ძველი სტერეოტიპებით აზროვნებს და თუ დიპლომი არ აქვს, თუ რაღაცა წოდებები არ აქვს, თუ ტელევიზორში თავი არ აქვს გაყვეხებული და წარამარა იქიდან არ ლაპარაკობ, არაფერს არ დაგიჯერებენ. ქუჩაში რო ელაპარაკა ირმეინაშვილს და თარხან მოურავს, იქ კი ვერ შევიდოდნენ, ახლა რო აპირებენ შესვლას. დააჯენენ 4 საათი და გაყოფილი ქონდა ტელევიზორში თავი და გაუთავებლად ლაპარაკობდა. ეს ტელევიზია არის ძლიერი გიპნოზი ქართულ მოსახლეობაში. ტელევიზიიდან რო კაცი ლაპარაკობს, არის ჭკვიანი. თუნდაც სულელი ლაპარაკობდეს. იმას უსმენენ. გაოცდებით რა აზროვნება ეგ. ასე რომ რა კარგი იქნებოდა რომ მარგველაშვილს ელაპარაკა ამ თემაზე. შიოლაშვილს რო ელაპარაკა, რა ვიცი, ეს იქნებოდა რა ვიცი. დაიგებდა ბევრ ამას. მიხვდებოდა რომ სირცხვილია ცხოვრობდა ისეთ აპარტამენტებში და ამ დროს კითხულობდა სახარებას და ქრისტე ნავში ეძინა იმას და ისეც არაცალეს ძილი. სახლი არ ქონდა, კარი არ ქონდა, ყოვლის შემძლეს, როცა ეკითხებიან, გამოყვებიო ისე უნება. შენ დაფიქრებულ ხარ, სად მომყვები? ძესაკაცისას არ აქვს თავი სად მედრიკოს. წამოხვალ? ამის მერე ბევრი არ წაყვებოთ. საყარი არ მაქვს, სად მომყვებიო? იესო ქრისტე საყარი არ ქონდა. შიოლაშვილი ის აპარტამენტებში. კათოლიკე პაპი, არ ვიცი ის რაში ის, ის უფრო მაღალ დონეზეა კიდე. ნახეთ რა დროში ვართ მეგობრებო და ეს ერთჩვენი ერთ დღეს თავის იმას შედეგებს გამოიღებს. არა უშავს, იჭრიჭინონ ჯერ, ხო თქვა ქრისტემ. მიუში იყვნენ ესე. არ არის პრობლემა. განებირებული არიან, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება. ხელი არავის არ ახმება. ცუდი კაცი რო შედის ეკლესიაში და გამოდის, ისევ კარგად აგრძნობს თავს. და იძახს, არაფერიც არ მომსვლია. არაფერი პრობლემა არის. წავედი, ბოდიში მოვიხადე, მაპატია მღვდელმა, ისევ გააგრძელე ქურდობა. ხელი არ გიხმება. ძველახთმას რო ვსწავლობთ, იქ ნახეთ, რამდენი უხეში შეცდომა არ აპატია ღმერთმა მამას და მამანებს, იგივე როგორ არასწორად გადმოსვენებული კიდობანის დასასრული როგორი იყო, როგორ დაასწევდიანა დავითი. იყო დრო, როცა გამოცხადება იყო. და ეხლა გამოცხადება იმიტომ არის, რომ ყველაფერი ჩაიწერა, 66 წიგნი დაიდო ყველა ენაზე და გამოცხადებები შეწყდა. სწორედ ეს არის მაცდუნებელი ძალიან ბევრისა, თავხედურად, რომ აბა თუ ღმერთია სად არის, გადამიგერი ხო საბახელები. აბა ნახე რა არის. ასევე ცდებიან ცრუ მოძღვრები და გონიათ შერჩებათ. ქრისტემ თქვა არავის არაფერი არ შერჩება. ესენი ამზადებენ ანტიქრისტეს მოსვლას
და ყველა ეს ცრუ რელიგია სოფლიოში გაბატონებული. თუნდაც ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობები ხელს უწყობენ ანტიქრისტეს მოსვლას. და აი მე კი კაცობრიობას გამინოვა აღმოხდება. იმედია ჩვენ ქრისტიანები ასეთ ეპოქაში აღარ ვიქნებით, ამის მაგალითებიც ბიბლიაში ჩვენ ბევრი ამოვიკითხეთ. მე ამ რწმენით ვარ მეგობრებო. ისე მტერმა გაძლო დედამიწაზე, ასეთი შეშლილი მსოფლიო, მარტო 60-იან წლებში ფილმებში სტენლი კრამერის ფილმი მახსოვს მე ხომ? შეშლილი მსოფლიო. აი ესეთი შეშლილი მსოფლიო მე ისტორიაში არ მახსოვს. რაც საკითხული მაქვს. ხო, ისტორიული მეხსიერებიდან ვლაპარაკობ მე. და აი ხა რასაც უყურებ ახლა ეს არა. როგორც იტყვიან მართლაც ის ფილმი როდის არის გადაღებული ცით 60-იანი წლებია. 60-იანი წლები ეს იყო ევროპაში მოდიან ახალი მემარცხენეები და ახალი ფილოსოფიის მიმდევრები, მაგალითად იყვნენ ასეთი ლევი სტროსები და ესეთი მარკუზეს ხაზი. უფრო კიდე აქეთ მემარცხენე ჰეგელიანელები იყვნენ, რომლებიც ხადაგებდნენ სარტრის მიმდევრები იყვნენ. სარტრმა ძალიან ძლიერი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე და დაიწყო მოძრაობა ახალი მემარცხენე ფილოსოფიაში. ფილოსოფიურად ძალიან ძლიერი ახალგაზრდები მოვიდნენ, რამოდენიმე ადორნო და ესეთი ისენი იყო, რამოდენიმე წიგნ წავიკითხე მაგათი. მაგრამ ძალიან მაცდუნებელი იყო და შემოიტანეს მთელი რიგი ისეთი თავისუფლება, რომელიც ახლა ვხედავთ ამას. ამას რასაც ახლა ვხედავთ, ამას აქვს ისტორია 60 წლის. 60 წელი, 50 ვავიღებთ ესე ათვლას სარტრის 60-იანი წლებიდან 61-2 წლიდან თუ ავიღებთ. მაშინ იფეთქა ამან, რა გამოდის 60 წელი, ხომ? და აკვირდით, ფილმი გადაიღეს მაგ დროს. აი სტენლი კრამერის ფილმი შეშლილი მსოფლიო. საქართველოს კინოთეატრებში ეს ფილმი რომ მიდიოდა, დარბაზი სიცილით კვდებოდა. დღეს ახლა რო გადავხედავთ, ტექნიკური თვალსაზრისით, პრიმიტიულია ფილმი, ტექნიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ სვანერი ტექნიკური გადაღებებია დღეს, მაგრამ შინაარსით გაოცდებით რა პროფესიულია ეს ფილმი. როგორი ციებ-ცხელებაა ფულზე. ეს მაშინ როდის შენიშნეს რეჟისორმა? მაშინ ასე თუ ისე 60-იან წლების ევროპა, ამერიკა ციგნებით აცვის რომ ცხოვრებიდან რომ ასეთი ტოტალური ფულის გაღმერთება არ ყოფილა ეხლა რო. აი სწორედ 60 წლის უკანდელი ფილმი გადაღებული დღეს ასრულდა. დღეს ყველგან დაისვა ყველა ადამიანის ცნობიერებაში ფული. არავის საზღვარგარეთ არ მიდის საცხოვრებლად, მხოლოდ იმიტომ რომ სულიერ მოღვაწეობას უნდა ეზიაროს. ყველა მიდის კარგი ცხოვრებისათვის. ესე იგი ფულის შოვნისათვის. და ილუზია აქვს რომ საზღვარგარეთ ამერიკაში წასული კაცი საქართველოს შუარი, აი მას ბევრი ფული აქვს და არ მიგზავნის. რომელიღაცა წასულია გერმანიაში და არ მიგზავნის. და გამშვიდობთ. არსად ხე არ არის, სადაც ფული მოდის, თორე პირველი მე ვიქნებ, ვინც მოყრიფავს და გამოგიგზავნით. ასე რომ ყველას ტვინში ეს ჩაუჯინეს და საქართველოში ყოველი მეორეს ფული როგორ გააკეთოს ამაზე ფიქრობს. ეს არის შეშლილი სოფლიო. ბიბლიიდანაც კარგად გებულობთ ამას. ჩვენ რომ არ ვიყოთ ამ საგიჟეთის სტუმარი ან მასპინძელი, არა, პაციენტი, ბიბლია ვისწავლოთ. ბიბლიის შედეგად ჩვენ ამ შეშლილი სოფლიოს საგიჟეთში პაციენტი აღარ ვიქნებით. განკურნებული ვიქნებით და იქიდან ველოდებით გადასვლას. თუ ქრისტემ მოვიდა ამ წუთში მეტამორფოზას, თუ არა და იქით ამ საგიჟეთს მოშორდებით. მე ეს იმედი და ასეთი რწმენა მაქვს. ამ რწმენითა და იმედით ვაგრძელებ დარჩენილ ცხოვრებას და ასატანია. თავს არ ვიფშვიდებ, არც ეს არის ფსიქოლოგების ენაზე თვითგიპნოტიზირება. არა, რეალიზმი არის ქრისტიანული მეგობრებო. ბიბლიაში ისე შემთხვევითი არაფერი არ არის. ერთ-ერთი წიგნი ხო არის რომანი წაგვიკითხეთ ჩვენ, თელი რიგი რაღაცები არსებობს. მთავარი პერსონაჟები მხატვრულ რომანში, მთავარი პერსონაჟები, მერე უფრო საშუალო პერსონაჟები და არც პერსონაჟების ერთ არაფერი მნიშვნელობა რო არ აქვს. მოკლედ მხატვრულ ნაწარმოებში არის ადგილები, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ ენიჭება. ბიბლიაში არც ერთი ადგილს ვერ ნახავთ, რომ ამ მნიშვნელობა არ ქონდეს. აი სახელები ეს აუცილებელია, როგორც გეოგრაფიული ესე პიროვნების გაიშიფროს ეს და ვისწავლოთ. ნუ ქართულ სივრცეში ჯერ ეს კულტურა არ არის, ბიბლიოლოგია და ქრისტოლოგია არ არის, რომ ყველა წიგნები ითარგმნოს და აიყაროს. ნუ რა ბიბლია, ეს სოფლიო მიღწევები არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი, არც ფილოსოფიაში, არც ფსიქოლოგიაში და არც ბიოლოგიაში, თუნდაც არც ფიზიკაში თანამედროვე ხომ ძალიან კარგი ავტორები არიან. რატომღაც ქართველს ეზარება ეს ისე და თუმცა თუმცა უყვარს ცოდნა და მთელი ეს ფული ამაში კი არ ჩაიდო, რომ ვთქვათ იგივე მილიარდელ კაცებს ვინც არიან ახლა ძალიან ბევრი ფული რესტორანში რამდენი ფული იხარჯება ყოველ დღე. ამ დროს გამოუყავი რა ენები რა ჯანდაბათ უნდა ხალხმა ისწავლოს თუ წიგნები არ ითარგმნა და გალამაც ყდებში ჩვენ რაღაც არ დავდეთ ის სოფლიო კულტურული მიღწევები, რომელიც აქვს ძალიან ბევრი თურქები იმათაც აქვს ყველაფერი ნათარგმნი. ამით უნდა იტრაბახოს ადამიანმა და არა იმით, რომ ყანწი გიჭირავს ხეში და თავზე იკაკუნება. არაფერი ნათარგმნი არ არის. რაც არის, ეს არის უფრო მცდელობა, რაღაცა ფრაგმენტები, ბროშურების სახით. მაგრამ აი კაპიტალურად დაიდოს მთელი სოფლიო მიღწევები, მთელი არ როგორც არის ინგლისურ ენაზე, არის სულ ყველაფერი არის ფროიდის, სულ ყველაფერი არის კანტის, სულ ყველა აი ლამაზა დიდი აი და ჩალაგებულია რა ბიბლიოთეკებში და ემებში, რომ ახლა ჩექშურდება ინგლისური ენოვანი მოქალაქისათვის, რომ დამატებით ენას არ საჭიროებს ინგლისურ ენაზე განათლებას მიიღებს. ჩვენ ქართული ენა მარტო შემოვინახეთ ფოლკლორისტიკაში. ქართული სიმღერები, სასიყვარულო ტერილი სიმღერები.
სხვა მხრივ ხოლმე მეცნიერული ენას არ არის და რამეს უკვე სამსახურსაც კი ძალიან ბევრი ქართულ ენაზე ვერ შეუძლებს. კაი წესიერი სამსახური ქართულ ენაზე ვერ შევის სამუშაოზე, ხო, უნდა იცოდე დამატებითი ენები, ორი ენას უმცირე, რუსულიც მათ რიცხვში, ხო. ეს ჩვენი ტრაგედია არის. და სხვათა შორის ამ ტრაგედიის მიზეზი ქართველია. არაფერს არ ვუკეთებთ, არის ინსტიტუტები, აბრაგუნებენ ფეხებს, არის ერთი ტრაბახი, გაუთავებლად საათობით ზიან ტელევიზორში და ერთმანეთს დედასაგინებენ. მაგრამ თუ მეცნიერი მუშაკი ხარ, რაღაცა ხარ და ენები იცი და მთელი ინსტიტუტი თარგმნილობით იმაში ასწავლის ენებს, არ შეიძლება ეს ქართულ ენაზე ჩვენ შევასვოთ ეს ვაკუუმი, დაწყებული ანტიკურიდან დღემდე და დაიდოს ერთხელ და სამუდამოდ ქართულ ენაზე არ არსებობდეს, ყველა მიღწევები, ეს იქნება მხატვრული, ფილოსოფია, ფსიქოლოგია დაიდოს და ქართველმა ქართულ ენაზე გაიცნოს ყველაფერი. ისევ კოხტაპურწაობა, ინგლისური ენის საწყალი წაიკითხავს ინგლისურ ენაზე ბროშურას და ამით აკომპლექსებს იმას, ვინც არაფერი არ იცის. და ძირითადად ქართული ენაზე ქართველებმა უნდა იკითხოს ქართული. ამასაც აღარ სწავლობს ქართველი და მივესალმები. ძალიანაც კარგი რომ აღარ იციან თბილისი ვინ გააშენა და ძალიანაც კარგი მე სულაც არ გადავცინებ ეგეთ ახალგაზრდებს. დროა რა, გადაფასება მოხდეს ამ კრეტინიზმისა, რაც ბოდითგანვე საქართველოში იყო. ჯერჯერობით წინსვლა ამ კულტუროლოგიაში არ არის. ჩვენ არ გვაქვს სოფლიო მიღწევები მშობლიურ ენაზე. თუ ასეთი ძვირფასია ჩვენი ქართული ენა, ამ ენაზე უნდა იყოს ყველაფერი. რა გვაქვს ნათარგმნი ქართულ ენაზე, მე ეს კითხვა მინდა დაუსვა ჩვენ ქართულ მეცნიერებას, ლიტერატურაში. რა გვაქვს ქართულ ენაზე კაპიტალურად ნათარგმნი? არის თორემ სოფლიო ფილოსოფიური მიღწევები, მემკვიდრეობა, რაც აქვთ რუსებს. ხო? სოფლიო ფილოსოფიური მემკვიდრეობა ამ სერიით 500 ტომია გამოცემული. ინგლისურ სივრცეში ყველა ინდივიდუალური ფილოსოფოსის ესეთი სათაურით არის 1 საათის წაკითხვა ფილოსოფიაში. მოკლედ და ისე გადმოცემული. ყველა ფილოსოფოსები, ყველა დაწყებული ანტიკურ თალესიდან დამთავრებული ყველაზე ვინც რაღაცას გამოუქვეყნებია. 100 გვერდიანში მოკლედ ჯიბეში რო ჩაიდებ და წასაკეთე, წერი, ასე აწერი, 1 საათი ფილოსოფია. 1 საათში გასწავლის. არის 190 ტომია გამოცემული. რას აკეთებს საქართველო, მაინტერესებს. ამ ხრივ არაფერს არ აკეთებენ ესენი. ზიან ახალგაზრდები და Facebook-ში არის კოხტაპურწაობა. სად არის ჩვენი ინტელიგენტები, მაინტერესებს, აი ეგრეთ წოდებული მწიგნის მოყვარული რესპუბლიკები. შედალოცილოთ, რაღაცა ვქნათ რა, ამდენი ფული აქვს, როგორც არასდროს ისე ახლა მდიდარია საქართველო. ეკლესია ხო ძალიან მდიდარი. ძალიან ბევრი ქართველი მდიდარია, უკვე როგორი სიმდიდრეზეა ლაპარაკი, იცით, აი მილიონები ბევრს აქვს უკვე. ამავე დროს არის გაჭირებულიც, მაგრამ უფრო მეტი მდიდარიც არის. ძალიან შეძლებული ოჯახები არის, ბევრს ბინები აქვს, მანქანები აქვს, ფულები აქვს, არ იციან საწაიღონ ეს ფულები. სად გადაყარონ, ბევრმა არ იცის. ხო, მილიარდელი უყავს ერთი. 7, 8, 10 და 15 მილიარდის ქონების პატრონია. ჩადე რა 1 მილიონი ჩადე ამ თარგმნილობაში. დააკავე ახალგაზრდების ამუშავოსაც მიცემ. ჩვენთვისაც კაია, დაგლოცავენ. ადრე მე-19 საუკუნეში იყო პიროვნება მეცენატი, რომელიც მისი სახელი და გვარი ესე იგი აღიბეჭდა წიგნებზე, რომ დაასპონსორა და ითარგმნებოდა, გაჭირებული იყო რუსეთიც მაშინ მე-19 საუკუნეში და აიხენვალდი დაასპონსოროს და შოპენჰაუერის სულ ყველა ტომი თარგმნეს მე-19 საუკუნეში. ჩვენთან ეხლა რას აკეთებს ეს მილიონი? სკადებიან ამ კუბატების ჭამითა და ამ რაღაცა შაურმებითა და სისულელეებით და გაუთავებელი ცეკვა თამაში არის. იყრება ფული სადღაც აი უნიტაზში. და ამათ უყვართ ქართველები? თუ საქართველოს უყვარს ქართულ ენაზე ამეტყოლე მსოფლიოს ყველა მიღწევები. კონდეს რა დავიტრაბახოთ რომ ქართულ ენაზეც არის რა. მადლობა ღმერთს ღმერთმა იმუშავა და ქართულ ენაზე ბიბლიას ვკითხულობთ ხო? შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ფენას პირით მადლობელი ვარ სხვა ენებისა, ჩემი ცოდნაც მარტო ქართულზე არ არის დამოკიდებული. თუ არა სხვა უცხო ენა, არა ქართული ენები, ვიქნებოდით ყორო. ვაჟა უთარაშვილს მივიღებდით ჩვენგან ხო? და გაუთავებლად აგრესიას გამოვხატავდით ყველას მიმართ. იძახით რომ ქართული ამბანის დათვლა კი არ არის მთავარი. აბგდეუზთ იყალემენ ოპოჟერს და ჰაეთი. აი რა არის ქართულ ენაზე ნათარგმანი? და ჩამოთვლე ხა ყველა მსოფლიო მიღწევები თუ გაქვს თან ღირსეულად. არ შეიძლება ბროშურად ითარგმნოს შოპენჰაუერი. არ შეიძლება ესა პატიუნაცე რა იმ კულტურას. და როგორ არის ნათარგმნი ინგლისურ სივრცეში. როგორ ყდებში, როგორ არის კაპიტალურად რო არის. ამასაც ხომ მნიშვნელობა. აი ეს არის კულტურის, სოფლიო კულტურის პატივისცემა. აი ეს არის ევროპულობად რო ვთვლით. ჩვენც ევროპულ ოჯახში ქართული ენის ჩავეწეროთ და იმ მიღწევები დავდო წინ, ამ თამკომბალებს რესტორნები თუ არის, სოკოებით გავსებ და სკადებიან და ჭამენ, აღარ გასკადა ეს ხალხი, დამგვალდა ყველა ხო? სად იყრება ეს ფული, სად? ცეკვა თამაში, ფანდურ ჩონგური, ჭამასმა და სუფრის რელიგია, მღვდლობა და მისიჯანი. არაფერი არ გამოვა. აი ეგ რაც მოისმინეთ, ეს უყოლა დასავლური წყაროები. იგივე მეთიუ ჰენრი, იგივე უორენ ურსბი, მაგი. რატო არ იყოს ეს ქართულ ენაზე მითხარით რა? თუ გვიყვართ ჩვენ ქართული ენა, ამეტყოლოთ რა ვერ თარგმნით ამ ვერ დაიტევს ქართული ლექსიკონი ამ ისეთი მძიმე სიტყვებია. ექვემდებარება თარგმნას მთელი რიგი რაღაცეები.
ამოვწიოთ ქართული ენა ისეთ დონეზე, რომ ქართული ენით სწავლა შეეძლოს ქართველს. ქართული ენით განათლებას ხოიც რო არ იღებს. ასე რომ ჩვენ გვჭირდება ტრაბახი კი არა, ჩვენ გვჭირდება ჩვენ ენაზე ავამეტყულოთ ყველაფერი. ეს რომ ადამიანზე ყოფილიყო დამოკიდებული, ბიბლიაც არ გვექნებოდა ჩვენ ქართულ ენაზე. გვექნებოდა ფრაგმენტები. ცხეთური ხელნაწერების სახით, სულ ფრაგმენტები აქვს მიმობნეული. ესეც ღმერთის ხელს ვხედავ მე აქ. თვითონ ქართველი არ არსებობს ეს თარგმნოს. თუ ეხლა შემოიყარა ესეც ევროპის დამსახურებაა. სულ ყველაფერი სტოკჰოლმიდან შემოვიდა ინსტიტუტიდან. ჩინეთიდან იბეჭდება. სხვა სპონსორებს არც ერთ ქართველს ეგრად დაუსპონსორებია. ასპონსორებენ სხვა ბიბლიური საზოგადოებები. სირცხვილი და თავის მოჭრე და შური და ბოღმით უყურებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს ნაკურთხი არ არის, ეს არ წაიკითხო, ეს პროტესტანტულია. არ დამიყვეს ბიბლია პროტესტანტულად და მართლმადიდებლურად. ბიბლია 66 წიგნი, ყველგან ერთია. რაც ქვია ეს პროტესტანტულია, იმან უნდა აკურთხოს, ამან ბიბლია ნაკურთხია იმთავითო ღმერთიდან. ეს აუცილებელი და სავალდებულო ყველას დასაკითხი წიგნია. აბსოლუტურად. მინ აქვს უფლება რომ ეს ამიკრძალო აქ შენ. ნახეთ ღმერთმა მაინც თავისი გააკეთა. ძალიანაც არ უნდა და საპატრიოს გულზე გასკდა. მაგრამ რა სიზამთე? სამაგიეროდ რაღაცა ღობები დაუტო. ითარგმნოს, მაგრამ ლექსიკონი არა. ითარგმნოს, მაგრამ არ გავაგებინოთ. თარგმნეთ ისე რომ გაუჭირდეს კითხვა ხალხს. მართლაც ძალიან ბევრი რომ დამილაპარაკა ახალგაზრდა და ვერ გებულობ რა წერიაო. თედალუსილი გინდა მაშინ მოგვისმენე გაგაგებინე, ვინც გაიგო გაგაგებინებს. გინდა კი? ხო, არაფერი არ ახლავს ხო ჩვენ ქართულ ბიბლიას, არც ლექსიკონები, არც განმარტებები, არც რაღაც. ისევ დასავლეთი მუშაობს ჩვენზე. ისევ ღმერთი იყენებს დასავლეთს და ბოლო თარგმანებით რაღაცა პატარა სტრონგის განმარტებები ჩართო. ეს ღმერთს ხობს, ქართველი ამას არ გააკეთებდა. ქართველს არ მოწონს რა ესა რა. ნუ ქართველი ცოტა ვიზახი იცით, მართლმადიდებლური ვეგულისხმება. და არა გამონაკლისები საქმეზე რო დადგეს, ჩვენ არ ჩაქთვლიან ქართველებად. მართლმადიდებელი არ ახარ, ქართველი არ ახარ, ცნობილი ამბავია. ზეგერ წმენას უარყოფ, მართლა ქართველი არ ახარ. ამიტომ ჩაეწერა სხვა ხალხი მანდა და დაპირს იმტრენ, ოღონდ მართლმადიდებელი გიწოდოს კაცმა და ქართველი მართლმადიდებელი ქართველი. ეს სიმბიოზი აქვს რაღაც სულელური. ასეთი გაქანება არის დღეს. არავინ არაფერს არ გზალავს. ხო, ბეჭდის სფეროში. თუმცა მართლმადიდებლობა მაინც ცენზორად ევლინება. და ერთხელ ვამხილოთ თუ ეს უშლის ქართულ ინტელიგენციას იქნება ახალგაზრდებს რომ შემოვიდეს წიგნები დასავლეთისა, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ბევრი მამხილებელი ლიტერატურაა მართლმადიდებლობისა. რა თქმა უნდა იგენი დაბლოკავენ მაგას როგორც მარქსისტები ბლოკავდნენ დასავლეთის წიგნებს, იმიტომ რომ ისინი ამხილებდნენ კომუნისტურ სისულელეებში, რომ ეს სისულელეა და მალე დაინგრევა. მაქს შელერის წიგნებს იმიტომ არ თარგმნიდნენ. ძალიან ადრე წინასწარმეტყველებს ეგზისტენციალისტთა ფილოსოფოსებმა მარქსიზმის კრახი. მეატოვა კომუნისტური პარტია კამი უნდა შემდეგ. ესენი რა თქმა უნდა ბლოკირებული იყო, მაგრამ მაინც შემოდიოდა რა ესეთი იატაკქვეშეთი იმიდან, მაინც ვრცელდებოდა და ასე წვალებით სხვა ენაზე ვკითხულობდით მაგას. არც ერთი ფილოსოფიური ნაშრომი მე ქართული ენაზე არ მაქვს წაკითხული. ინსტიტუტი არ მაქვს დამთავრებული მე ქართული ენის მეშვეობით. რა უბედურა ხელოვნების ისტორიაში საერთოდ ქართული მე არაფერი არ მისწავლია. თვით ქართველი ავტორების რუსულ ენაზე ვისწავლე მე. ხო, ქართული საბჭოთა ხელოვნება ვახტანგ ბერიზის რედაქციით რუსულ ენაზე მქონდა წაკითხული. ეს ტრაგედია არ იყო. ნუ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ჯანდებას ა. დღეს რა ასევე ჩუბინაშვილის არქიტექტურა კახეთი ესეთი წიგნი ორტომეული რუსულ ენაზე მქონდა მესახში. გაოცებული ვიყავ, რატო უნდა ვიკითხო რუსულ ენაზე მე ქართველი ავტორის რა უბედურება იყო ესა, ხო? მაგინ ერთ ისე მედის ისევ საქართველოს. აქა-იქ კი არის რაღაცა, თათისი არ გამიგოთ, მაგრამ თუ ბიბეჭდება რამე ისევ ბევრი ხლამი და მოეძალა ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პოეტები, თვითმარქვია რომანისტები, დგანან რიგში, თვითმარქვია მეცნიერები. რომლებმაც იციან უკვე ქალი და კაცი რა არის და როგორ გაგვაბედნიეროს ჯაჯანიზმი გამოსცა ქალი და მამაკაცი გამოცემს ახლა როგორ გავაბედნიერდეთ გაებს ამ შარლატანებით აგერ ანტიკურ ყველაფერი ყრია შენი წიგნი რა ეშმაკათმინდა ღმერთმა ისე არ გამათავხედოს რომ ხა ჩემი რაღაცეები წერო და თავზე მოგახვიო და რიგში ჩავა არა დაწერილია ყველაფერი კარგი ჯერ ის თარგმნო ჯერ ის შემოვიდეს და მე თუ რა მეკიდა შენი ისეც დაამატე ამ ყურ ქვეყანაში არაფერი ხალხმა არის და შენ წიგნებს თავაზობ აქა ისევ ხალხი აზროვნებს სტატუსით, ჩინებით. ეს სანამ იქნება მანდ არაფერი წინსვლა არ იქნება. ამის მოხსნა არის სწორედ ბიბლიური შემეცნება. როცა ბიბლიას ჩვენ ახირებულად თითქოს და ახირებულად ვზივართ ამაზე, ეს იმიტომ რომ ამ სტერეოტიპებს, რომელიც თავშია გაბატონებული, მხოლოდ ეს ბიბლიაში ამოკითხული ქრისტე და სული წმინდა ანგრევს. და აღარა ვართ ჩვენ უკვე ჩინებით აღარ ვაზროვნებთ. ჩვენ ისევე მოусმენთ უბრალო ადამიანს, როგორც იესო ქრისტე უსმენდა მეთევზეებს. და არასოდეს არ ვთქვათ, თავი დამანებდეთ, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ. იჯდა ის უბრალო ხალხში და უყვარდა მას და მოწაფეებად გაიხადა უვიცი ხალხი. დღეს ვინ გიკადრებს რომელიმე ისე გადაგელაპარაკება? როგორ გეკადრება? დაქცინებს ის, როგორ ჩვენ არ იცი ამბანი რამდენია? დედაენა ვინ დაწერა? არ წკითხულობს ხალხი არაფერი არ უნდა. იმიტომ რომ გაბატონდა
ფული. ახალგაზრდა ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს. სამსახური არ აქვს, არაფერი არ აქვს, ვერ შევიდა პარლამენტში. გათხოვება უნდა, დაქორწინება უნდა, რაღაცა უნდა კაცო. რა თუ თაშხიება და რა ამბანება იმას, გამწერებული არის დღე და ღამე კიდევ ვიმეორებ, სად მოიპოვოს სულკომაბური ელემენტარულად. პატარა თავისი ბუდეში გვერცხიდატოს. და რამდენს ეგ პრობლემა აქვს, ხო? კარგით, მე ამით დავამთავრებ ჩემს საუბარს ამ თემასთან და მომავალ კვირას, როგორც გითხარით, მე-11, საათაც იწყება დავითის უკვე სადღაც 54 წლისა ალბათ უნდა ყოფილიყო, როცა იგი უკვე ომში მონაწილეობას არ იღებს, კაი სასახლეში გამოჭიმულია, აივანზე გამოისენა, ხალხი გაუშვა საბრძოლველად, რაც იშვიათია დავითისათვის და დაინახა მობანავე ქალი ვერსავია ბერშება, რომელიც მანდამაინც ამის გულის გასახეთქა დიჯდა და ნერვებს უშლიდა. ნერვების აშლას არჩივნა ისევ დაძახება და სქესობრივი კავშირის დაყოლებას. მაგასთან შვილის გაჩენილი სოლომონი არის, მერე ის, რომელსაც მე ვისწავლით. დღეს კი შეიძლება ამით შემოვიფარგულო მე რა. მადლობა ყველა იმას, ვინც გვისმენთ. ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით.